მეზობლობა ამ ორ ქვეყანას შორის, საქართველოს და აზერბაიჯანი. ოსმალეთის შეტევა არის კარგი ხანია დაწყებული. იმპერიამ იმოქმედა დემოგრაფიაზეც და ადმინისტრაციულ დაყოფაზეც. იმპერია ყველგან მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ ბოლშევიკების გავლენა სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ძლიერი ბაქოში იყო. ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკა იშლება. ესენი მთავარი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ ერთმანეთისა. თან ეს ნავთობის სტრატეგიულია, საბჭოთა ხელისუფლებასაც ჭირდება და ბუნებრივია ბაქოს დაუფლება მათთვის მნიშვნელოვანია. სომხეთს კი ჭირდება ჩვენი კორიდორი, მაგრამ სანაცვლოდ ვერაფერს გვთავაზობს. წარმოიქმნა ნავთობსადენის პრობლემა. აზერბაიჯანს უნდოდა რომ ეს ყარსის რესპუბლიკა გადმოებარებინა. ბაქო, ბათუმი, ეს რკინიგზა მუშაობდა თბილისის დროით. ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სადაო საკითხი, არსებითად სადაო საკითხი იყო გარეჯი. ორივე მხარე ხვდებოდა, რომ ცალკე არც საქართველო და არც აზერბაიჯანი იმ დროინდელ მსოფლიო დიდ სახელმწიფოებს არ დააინტერესებდა. უნდა შექმნილიყო კომისია სამხრივი ქართული აზერბაიჯანი და რუსული. რუსეთი იქნებოდა მედიატორი. მაგალითად, ნახჭევანის აჯანყებები ცენტრალურად ბაქოდან არ იმართებოდა. ვითარება შეიძლება შეიცვალოს და გამოიყვანეს ჯარები საქართველოდან. მოგესალმებით, ეს არის აქტუალური ისტორია, მე ვარ ბექა კობახიძე. აქტუალური ისტორია ხშირად განიხილავს ჩვენი სამეზობლოს საკითხებს. ქონდა ეპიზოდი ჩრდილოეთ კავკასიაზე, სომხეთზე, ანუ რუსეთზე ძალიან ხშირად საუბრობთ და დღეს მოვიდა აზერბაიჯანის ჯერი. საქართველოში ხშირად გეტყვიან ბევრ რამეს შორეულ ქვეყნებზე, ეგზოტიკურ ქვეყნებზე, აფრიკაზეც დაგილაპარაკებიან, შორეულ აღმოსავლეთზეც, ევროპაზეც, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანი არის გათვითცნობიერებული თუ როგორ ვითარდებოდა ერთობლივი ისტორია ქართველებისა მეზობელ ერებთან. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, მის დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1918 წელს თბილისში, სულ 2 დღეში, იმავე შენობაში, სადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ეს 2 წელი დამოუკიდებელი სახელმწიფოების ურთიერთობისა იყო მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საერთაშორისო ასპარეზზე პირდაპირ გეტყვით, რომ ცალკე საქართველოს, ცალკე აზერბაიჯანს არავინ არ განიხილავდა, როგორც ერთიანი პაკეტის ნაწილს ასე განიხილავდნენ ამ ქვეყნებს, იმიტომ რომ ერთიანი თავდაცვის ზღუდე ჰქონდათ მაგალითად რუსეთთან მიმართებით, ერთიანი სატრანსპორტო კორიდორი იყო მსოფლიოში პირველი ნავთობსადენის ბაქო-ბათუმის, რომელიც 1906 წელს ჩაეშვა მოხმარებაში. ბაქო-ბათუმის რკინიგზა ძალიან ბევრი საერთო ჰქონდა ამ ორ სახელმწიფოს და უფრო მეტსაც გეტყვით, ერთიანი თავდაცვის პაქტიც ჰქონდათ ხელშეკრულება, რომ თავიანთი შეერაღებული ძალებით უნდა გამოსულიყვნენ ერთმანეთის დასაცავად. ამ თემაზე სასაუბროდ მოვიწვიე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჩემი უფროსი მეგობარი მიშა ბახტაძე. მიშა ამ თემას კარგად იცნობს, პუბლიკაციებიც აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. მეც ახლა რადგანაც პირველი რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკას ვიკვლევ საკმაოდ ხმად ვარ ამ საკითხში ჩახედილი და ვისაუბრებთ. სანამ მიშასთან გადავალ სასაუბროთ, მანამდე გთხოვთ, მოგიწოდებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი მისმინე, დააჭიროთ ზარისხილაკს თითი, რათა მიიღოთ შემდგომი შეტყობინებები ჩვენს ეპიზოდებზე. ასევე დაგვალაიქოთ Facebook-ზე, გამოყვეთ Instagram-ზე და TikTok-ზე. აი ამ ძალიან რთულ გარემოში, როგორშიც თავისუფალ მედიას უწევს არსებობა, თქვენი ნახვები, თქვენი ლაიქები, კომენტარები, გაზიარებები ძალიან გვეხმარება. და დახმარების თვალსაზრისით მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ასევე ჩვენს მთავარ პარტნიორს, წყალი მთის, რომელიც არის ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ჯანმრთელი წყალი, რომელიც იბოთლება და ეს წყალი ჩვენ გვეხმარება ისტორიული ცოდნის გავრცელებაში. წყლის ძალა მოგცეთ ღმერთმა. მიშა, მადლობა პირველ რიგში მოსვლისთვის. ამ სახელწოდებებით
მეზობლობა ამ ორ ქვეყანას შორის საქართველო და აზერბაიჯანი 1918 წელს დაიწყო. მანამდე ისტორიაში ჩვენ ვიცით, რომ ანტიკურ ხანაში და ადრეულ შუა საუკუნეებში აქ იყო ალბანეთის სახელმწიფო, ადრექრისტიანული ქვეყანა, რომელიც როგორც ქართველები დიოფიზიტები იყვნენ, ანუ თანამედროვე ტერმინით მართლმადიდებლები. მათ ჰქონდათ ამბანი, როგორც ქართველებსა და სომხებს გვაქვს ჩვენი ამბანი, ალბანელებსაც თავიანთი ამბანი ჰქონდათ, რომლის აღმოჩენა გაშიფრვაში სხვათა შორის დიდი როლი ითამაშეს ქართველებმა, მეცნიერმა ზაზა ალექსიძემ. მაგრამ ეს სახელმწიფო იმსხვრბლა არაბთა შემოსევებმა, მე-19 საუკუნეში და შემდეგ უკვე მე-11 საუკუნიდან ადგილზე გვაქვს სელჩუკების შემოსევა, დაბუდება, ასე რომ ვთქვათ, ამ ტერიტორიაზე და შუა საუკუნეებში სხვადასხვა ტიპის მუსლიმური სახელმწიფოები, ალბათ ყველაზე დიდი შირვანშაჰები, რა თქმა უნდა, სახელმწიფო და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი შირვანშაჰი არის იბრაჰიმი. თემურლენგის ლაშქრობაში აქ რო აწიოკებდა თემურლენგი, ის იქ შედარებით შვიდად იყო. შედარებით შვიდად იყო. სხვათა შორის იყო ესეთი დევი კაციტაძე მცხონებულმა, ჩვენმა აღმოსავლეთ სოდნემ ირანისტმა ძალიან კარგმა კაცმა, ესეთი ისტორია მომიყვა მის მოყოლილი მახსოვს, რომ თემური რო შემოვიდა კავკასიაში, ნუ ამან შირვანზე გამოატარა და მივიდა ძღვენით და მიყვანა 8 მონა. და ისლამში როგორც ქრისტიანობაში 3 ციფრი არის საკრალური, ისლამში 9 არის. და თემური გაკვირდა, რომ სად არის მე-9 მონა. რატო 8 და მე-9 მე ვარ და შესაბამისად ესე გამოძრა შირვანი თემურის რბევას და მნიშვნელოვანი ფიგურა არის აზერბაიჯანის ისტორიაში. ნუ შემდეგ ხა ყველანაირი ყველა ტიპის ლაშქრობები რაც საქართველოს მიმართულებით მოდიოდა, თეთრბატყნიანები, შავბატყნიანები, სეფიანები, ამ ტერიტორიის გავლით მოდიოდა. ამ ტერიტორიის გავლით მოდიოდა და პრინციპში მერე ის ლეკიანობა დარბევა რაც იყო კაკენისელის სასულთნოები და ესენი, ვთქვათ, ამ ტერიტორიიდან მოდიოდნენ საქართველოზე. და უკვე მე-18 საუკუნეში, როცა ერეკლე დომინირებს სამხრეთ კავკასიაში, ის უფრო მაღლა არის შედარებით, ანუ ზოგიერთი, ასე ვთქვათ, მისი ქვემდებარე, მის ერეკლეს პროტექციის ქვეშ მყოფი პოლიტიკური ერთეულები არიან. ფაქტობრივად ვასალური სახანოებიც არის, ხო იქ? კი. ერეკლეს ვასალური სახანოები არის. შუშის, იგივე ყარაბაღის, ნუხის, ბაქოს სხვადასხვა, ანუ ესე პატარა წვრილი ფეოდალური ერთეულებია, რომლებსაც დღევანდელი აზერბაიჯანის სახელმწიფო თავის წინარე და წინაპარ სახელმწიფოებად განიხილავს, არა მარტო მათ, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, არამედ მაგალითად ერევნის სახანოსაც, რომელიც ეს სომხეთს წარმოადგენს და ამაზე ხშირად საუბრობს ხოლმე აზერბაიჯანის პრეზიდენტი, რომ ჩვენი ისტორიული ტერიტორია, იმიტომ რომ იქ ერევნის სახანო იყო. მაგრამ ნუ მე-19 საუკუნეში ჯერ 1804-13 წლების ომის შედეგად, შემდეგ 1826-28 წლის ომის შედეგად რუსეთმა იმ სახით იმ ტერიტორიაზე, რა ტერიტორიაზე დღეს აზერბაიჯანი არის, სრულად დაიკავა და ნუ ატარებდა კოლონიზატორულ პოლიტიკას. ხო, როგორც მთლიანად სამხრეთ კავკასიაში იქაც იგივე იყო. ხო, რაღაც გარკვეული მახასიათებლები იყო. ნუ სიტყვაზე ეხლა ჩვენთან თუ ავტოკეფალია გააუქმა რუსეთმა, იქ ხა სრულად სხვა რწმენა არის, მაგრამ იქაც რელიგია სახელმწიფოს დაუქვემდებარა, როგორც რუსეთში იყო რელიგია სახელმწიფოს დაქვემდებარებული, ეს მოლები, მუფთები, შეიხულ ისლამები საჯარო მოხელეებად გახადა ფაქტობრივად, ანუ ხელფასზე სახელმწიფო ჯამაგირზე დასვა, აი ეს მედრესეების და სასულიერო სასწავლებლების კურიკულუმებს განათლების სამინისტრო ამტკიცებდა, ასევე საკმაოდ დისკრიმინაციული იყო, იმიტომ რომ არა მართლმადიდებლობიდან გამომდინარე, მაგალითად, აი როცა საქალაქო არჩევნები იმართებოდა, სიტყვაზე ბაქოში ან სხვა რომელიმე აზერბაიჯანულ ქალაქში, რამდენი ხმაც არ უნდა მიეღოთ მუსლიმებს
საქალაქო სათათბიროში დღევანდელი საკრებულოში 1/13-ზე მეტი მაინც არ გამოდი. უმრავლესობას ვერ მოიპოვებდნენ. ვერ მოიპოვებდნენ. უფლება არ ჰქონდა შეზღუდვა იყო დისკრიმინაცია. ნუ ეხა იმპერია ყველგან მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, რაც თქვათ, რამაც მე აი ჩვენს მთავარ სასაუბრო თემაზე გავლენა იქონია და აზერბაიჯანის სახელმწიფოს დაარტყა, იყო სამხედრო სამსახური, რომელიც მუსლიმებს არ ეხებოდა. და აქედან გამომდინარე, როცა პირველი რესპუბლიკები გამოცხადა, ჩვენ ამდენი გენერალი და ოფიცერი საწაგვეყო და საწაგვეყვანა არ ვიცოდით, იმიტომ რომ ნუ ძალიან ისე იყო ჩვენთან სამხედრო სამსახური, ხოლო აზერბაიჯანელებს დიდი სიმწირე ჰქონდათ ამისი და ქართველები მიაშველებდნენ ხოლმე. კი, ბევრი მსახურობდა იქ აზერბაიჯანის არმიაში. კი ბატონო, ამაზე მე დეტალებში ჩავალთ. ასევე თქო იმპერიამ იმოქმედა დემოგრაფიაზეც და ადმინისტრაციულ დაყოფაზეც, ხო? იქ შეიქმნა ბაქოსა და ელიზავეტპოლის გუბერნიები, რომლებიც დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიებს მიყვება დიდწილად. მაგრამ ნუ ბაქო, როგორც ესეთი ქალაქი, ინდუსტრიალიზაციის და იმის შედეგი არის ბატონყობის გაუქმების შემდგომი პერიოდში, როცა დაემთხვა ნავთობი აღმოჩნდა, урбанизация მიდის, რკინიგზა მიიყვანეს, საერთაშორისო კაპიტალი მივიდა, მუშები სოფლებიდან ჩავიდნენ, რუსები ჩამოვიდნენ ბევრი, სადაც ფულია იქ ხალხი ეტანება ბუნებრივია და თქვარი კოსმოპოლიტური ქალაქი გაკეთდა ბაქო, სადაც სხვათა შორის ბაქო არასდროს ყოფილა იმპერიის დროს გულისხმობ აზერბაიჯანული ნაციონალიზმის ცენტრი. აზერბაიჯანული ნაციონალიზმის ცენტრი იყო განჯა უფრო ძველი ქალაქი იყო, უფრო ისტორიული ქალაქი იყო, ყველანაირად. და მეტი მუსლიმი იყო განჯაში, ვიდრე ბაქოში. მაგრამ ბაქოშიც მნიშვნელოვანი ისტორია იყო, ხა მაგალითად ამ ნავთობმრეწველებზე მარტო მირზოევი და ნობელი და ესენი კი არ ყოფილან, იქ იყო ჰაჯი თაღიევი მაგალითად, რომელიც მისი სასახლე დღეს არის აზერბაიჯანის ისტორიის მუზეუმი ბაქოში. ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა, რომელმაც სხვათა შორის წერა-კითხვა არ იცოდა, მაგრამ მულტიბილიონერი იყო და აფინანსებდა უამრავ სკოლას. თვითონ არ იცოდა, მაგრამ ავრცელებდა ამ სკოლებს, სხვათა შორის ქალთა განათლების უფლებას უზრუნველყოფდა. ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ანუ ეს მოდერნიზაცია მე-19 საუკუნის აზერბაიჯანსაც შეეხოდა, თბილისში რომ გამოდიოდა მოლა ნასრედინი ჟურნალი, სადაც ამ ჩადრებს დასცინიან, მოლებს დასცინიან და ანუ ქალთა უფლებების მიმართულებით აწვევიან, რომ რაღაც ამ კონსერვატულ გადმონაშთებს სატირული ჟურნალი ახლა ჩვენთან რო ეშმაკის მართლა. ხო, იგივე იყო დაახლოებით. ხო, დაახლოებით ეგეთი რაღაცა არის. მაგრამ აზერბაიჯანელების ამბანი იმ დროს იმპერიის დროს იყო ვიდრე საბჭოთა დრომდე პრინციპში იყო არაბულ ენაზე წერდნენ. თვითიდენტიფიკაცია ამ ხალხის, ანუ აზერბაიჯანის პირველ რესპუბლიკაში რომ ჩვენ თურქები ვართ, ანუ ოფიციალურ დოკუმენტებშიც კი ეგრე წერდნენ, პარიზის სამშვიდობო კონფერენციას რომ მემორანდუმი გადასცეს, იქ წერია რომ ჩვენ თურქი ხალხი ვართ. ეს ალბანური თეორია მერე უკვე საბჭოთა დროს განვითარდა, შეიქმნა, გამოიგონეს შეიძლება ითქვას. ანუ მათაც თავიანთი კულტურული ელიტა, ინტელიგენცია ყავდათ. პირველი აზერბაიჯანული აკინჩი ეგეთი გაზეთი იყო თუ არ ვცდები, გამოვიდა 1875 წელს აზერბაიჯანულ ენაზე. მაგრამ მაინც ახლა ბაქოშიც რუსული ენა იყო დომინანტი. ხო, იქ იმიტომ რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რუსული იყო. და ლიტერატურული ენაც არ არსებობდა, ახლა ეს აზერბაიჯანული სახლის ენა იყო, ახლა ლიტერატურული ენა. მით უმეტეს საქმის წარმოება ყველაფერი რუსულად იყო. ხო, პირველ რესპუბლიკაში აზერბაიჯანის, საქართველოში და სომხეთში იყო ქართულად და სომხურად, მაგრამ აზერბაიჯანში საქმის წარმოება რუსულად იყო. რუსულ ენაზე იყო. ჩვენთვის კარგია, იმიტომ რომ დოკუმენტები რუსულად არის და აქ მუშაობა ადვილია. ხო. და პოლიტიკური პარტიები აზერბაიჯანში, ანუ ამ ყველაფერს ინდუსტრიალიზაციას და ყველაფერს ხო პოლიტიკური პარტიების შექმნაც მოსდევს. იყო შეიძლება თქვა სამი ალბათ ყველაზე დომინანტი პოლიტიკური ძალა, ну ყველაზე ძლიერი მუსავატი ყველაზე მთავარი. ხო, მუსავატი, მეორე იყო ჰუმეტი, რომელიც არის მემარცხენე, თქო, სოციალისტური პარტია, აზერბაიჯანელი ჰუმეტელების დიდი ნაწილი მე ბოლშევიკებს შეერწყნენ.
და მესამე პოლიტიკური პარტია იყო იტიჰადი, ანუ იტიჰადი უფრო პანისლამური პარტია იყო, მაგრამ მუსავატს იტიჰადისტებს თურქეთთან ქემალთანაც ჰქონდათ ურთიერთობა და პრინციპში მუსავატებშიც იყვნენ, ანუ პანთურქული გარწყობები იყო ძალიან ძლიერი იყო პანთურქული. სხვათა შორის რასულ ზადეს აქვს დაწერილი საინტერესო რასულ ზადე უბრალოდ მაყურებელს მსმენელს რასულ ზადე არის და ახლობით იმათი ილია ჭავჭავაძე. ხო და რასულ ზადეს აქვს ძალიან საინტერესო წიგნი ემიგრაციაში დაწერილი პანთურქიზმზე და შესავალი დაწერა ნოე ჟორდანია. ვა. ემიგრაციაში გამოვიდა უკვე მე ეს საინტერესო არა რუსულად არის. ვა, არ ვიცოდი. არ არის დიდი, ესეთი კარგია პანთურქიზმზე წეს დემოკრატიული იმით, რომ ეს პანთურქიზმი არ არის საშიში და არ არის კატასტროფა და რაღაც ესეთი და შესავალი აქვს ნოე ჟორდანიას. ხო, ეს პანთურქიზმიც რას ნიშნავს ორი სიტყვით რო ავხსნათ, ეს არის ამ თურქული სამყაროს ერთიანობის იდეა. ხო, რა დაწყებული ცენტრალური აზიიდან დამთავრებული აი ამ ბალკანეთამდე. ხო, კარგი, ანუ ეს რაღაცა მიმოვიხილეთ, პრინციპში აზერბაიჯანული თემი თბილისშიც მაშინ აზერბაიჯანელებს არ ეძახდნენ, მათ ეძახდნენ თათრებს. ხო. თბილისშიც და ზოგადად აღმოსავლეთ საქართველოსშიც იყო, სერიოზულად იყო. ეხლა აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარე ალი მარდანბეი თოფჩიბაშევი თბილისელი აზერბაიჯანელი იყო. არა, ეს სახელი აზერბაიჯანი ამ ტერიტორიას ეხლა 1918 წლიდან ხო, სახელმწიფო გამოცხადდა, მაშინ დაერქვა. იმიტომ რომ მანამდე, ეხლა დღესაც არის. ქართული მაშინ იყო ადარბადაგანი იყო. ადარბადაგანი ატროპატენა. ატროპატენა ეს იყო და ამის ის არის რა. მაგრამ ეხლა დღესაც არის ირანის ჩრდილოეთს აზერბაიჯანი ქვია. სამხრეთ აზერბაიჯანს ეძახიან. ხო. უფრო მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს ვიდრე აზერბაიჯანის უფრო მეტი საინტერესოა ეხლა წინა პერიოდს რომ მიმოვიხილავდით, ეხლა სეფიანთა ირანი, ხო? აი ეს შაჰ აბასის და იმის ირანი. აზერბაიჯანელები გარკვეულწილად იმას თვლიან თავის სახელმწიფო. კი, ანუ ეს წინარეებს ყველას. კი, აი დავუშვათ რომ აიგო აზერბაიჯანის სკოლის სახელმწიფოები, იქ სეფიანთა ირანი განხილულია როგორც აზერბაიჯანული სახელმწიფო. თქვლიან რომ მათი წარსულია, მათი ისტორიაა და მათი სახელმწიფოა. პრინციპში ყველაზე მათი სახელოვანი პოეტი ვინც არის ნიზამი განჯელი, რომელიც სპარსულად წერდა, ხო? და ითვლება, ანუ ისინი თვლიან ყოველ შემთხვევაში აზერბაიჯანელ პოეტად. ხო და აი ახლა რო დავიწყოთ ამ ჩვენ ურთიერთობებს 1918 წლის გაზაფხულის პერიოდიდან შეიძლება ითქვას და აი გადმოქცევ ბუცსა და მოედანს და მე ხანდახან ჩავერთობი ხოლმე რაღაც. ხო, ეს პერიოდია ახლა, როდესაც ოსმალეთის შეტევა არის კარგახანია დაწყებული. ეს ჯერ ტრაპიზონის მოლაპარაკებები, მერე ბათუმის მოლაპარაკებები და ცნობილი არის, ხო, რომ ეს დამოკიდებულება აი ამ ამიერკავკასიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ოსმალეთისადმი განსხვავებულია, ხო, ბუნებრივია ახლა. აზერბაიჯანელები თვლიან, რომ ეს ჩვენი მოკავშირეა, უფრო მეტი შეიძლება გამოვიყენოთ რუსეთის წინააღმდეგ, ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ, მაშინ როცა ქართული და სომხური დელეგაცია ამას ეწინააღმდეგება და საბოლოო ჯამში ეს ყველასთვის ცნობილია, ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკა იშლება 26 მაისს ჩვენ ვაცხადებთ დამოუკიდებლობას და უკვე მერე სომხეთი და აზერბაიჯანიც აცხადებენ დამოუკიდებლობას. ოღონდ აქ საინტერესო ერთი რამეა, როდესაც 28 მაისს აცხადებენ დამოუკიდებლობას თბილისში, ბაქოში საბჭოთა ხელისუფლებაა. ბაქოში არის შაუმიანი და ეს ცნობილი 26 კომისარი. ეხლა ბაქო ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც იყო. მე-20 საუკუნის დასაწყისში ბაქოში მოიპოვებოდა მსოფლიო ნავთობის დაახლოებით 40-50%. მე პირველი მსოფლიო ომის წინ ეს წილი ცოტა შემცირდა, იმიტომ რომ ამ პერიოდში რუმინეთში აღმოჩნდა ნავთობი, იქ ამერიკამ დაიწყო თავისი ნავთობის წარმოება. ამ დროს ახლო აღმოსავლეთის ნავთობი არ არის. ეს ახლო აღმოსავლეთი ვენესუელა ესენი არ არსებობს. და 1914 წლისთვის მსოფლიო ომის დაწყების წინ სადგა მსოფლიოს ნავთობის 25-30% არის ბაქო. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა არის და ეს მთელი ნობელები და როტშილდები და სტანდარტ ოილი და ეს ყველაფერი ბაქოშია.
ანუ პრინციპში სამხრეთ საქართველოს, სამხრეთ კავკასიის სამრეწველო ცენტრი არის ბაქო. თუ თბილისი არის ადმინისტრაციული და კულტურული და ასე ვთქვათ, ინტელექტუალური ცენტრი, ბაქო არის და ამიტომ ბოლშევიკების გავლენა სამხრეთ კავკასიაში ყველაზე ძლიერი ბაქოშია. ყველაზე მეტი ბაქოშია, იმიტომ რომ რუსულენოვანი მოსახლეობაა ერთი, პროლეტარიატის დიდი რაოდენობა არის და აი სამხრეთ კავკასიის მასშტაბით მართალი თქვი, შენ თუ ავიღებთ რომ აი მართლა რეალური გავლენა სადაა ბოლშევიკებს, ეს არის ბაქო. ამიტომ იყო ხა ეს აქ პოლიტიკურ ბრძოლაში დამარცხებული ბოლშევიკები სტალინით დაწყებული სხვადასხვა ქართველები იქ გარბოდნენ. იქ გადიან, რა თქმა უნდა, თან ეს ნავთობი სტრატეგიულია, საბჭოთა ხელისუფლებასაც ჭირდება და ბუნებრივია ბაქოს დაუფლება მათთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ამ პირველ ეტაპზე ცენტრი პოლიტიკური არის განჯა. და აქედან გადადიან სწორედ განჯაში. მთავრობა, ოდესაც შეიქმნა. ეხლა ჩვენი ურთიერთობა ზოგადად სამხრეთ იმპერია რო იშლება, იმპერიაში შემავალი ერებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა დგება, ეს არის საზღვრების განსაზღვრის საკითხი, ხო? და ბუნებრივია, ოდესაც რუსეთის იმპერია დაიშალა, ქართველებისთვისაც, სომხებისთვისაც და აზერბაიჯანელებისთვისაც უმნიშვნელოვანესი იყო სახელმწიფოს რო აყალიბებ, ამ სახელმწიფოს რა ტერიტორიაზე მოიაზრებ, ხო? აი ხლა მაგალითად საბჭოთა კავშირში იურიდიულად იყო 15 რესპუბლიკა. და მეტნაკლებად ეს საზღვრები მოხაზული იყო. გასაგებია საბჭოთა რეალობისაც ეს იყო ადმინისტრაციული საზღვარი და მეტი არაფერი, მაგრამ ქაღალდზე ეს იყო სახელმწიფო საზღვარი. და ოდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და გაეროს წევრები გახდნენ ეს სახელმწიფოები იმ საზღვრებით რაც იყო. ამ შემთხვევაშიც კი რამდენი პრობლემა წარმოიქმნა გასაგებია. ეხლა რუსეთის იმპერია სადაც ესეთი წარმონაქმნები არ არსებობდა და იყო როგორც ჩვენ თქვი ბაქოს გუბერნია, თბილისის, ქუთაისის, ალექსანდროპოლის, ელიზავეტპოლის. ხო, ელიზავეტოპოლის, იქ თქვათ ყარსის ოლქი, ამ საზღვრების პრობლემა დადგა ურთულესად და შენც იცი ეს ძალიან კარგად, იყო ტერიტორიები, რომელზეც სამივე რესპუბლიკა აცხადებდა პრეტენზიას. და აზერბაიჯანელებს პრეტენზია ჰქონდათ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ჩვენ ვცვლით, რომ ჩვენია, ეს არის ბორჩალო, სიგნაგის მაზრის ნაწილი და ზაქათალა. სხვათა შორის აჭარასთან დაკავშირებითაც იყო იქ გარკვეული საკითხები. იმიტომ რელიგიური მომენტიდან გამომდინარე, თუმცა აჭარის საკითხი ძალიან მალე მოიხსნა. მერე სხვათა შორის უკვე 1919 წელსაც, 20 წელსაც ჩამოდიან აქ აზერბაიჯანელი პოლიტიკოსები და ვიზიტების დროს ქართული მხარე ახვედრებს დელეგაციას აჭარიდან და იქ ძალიან მშვიდი საუბარი მიდის, რომ აი იყო არჩევანი, თქვათ, აჭარა გააკეთებდა არჩევანს რელიგიის მიხედვით, ეროვნების მიხედვით და გააკეთეს ეროვნების მიხედვით, მაგრამ ჩვენ ამითი მაყოფილი ვართ, იმიტომ რომ არაფერი რთულად არ ხდება და ყველაფერი კარგად არის. აი რთულად იდგა ზაქათალის საკითხი. ოკრუგის საკითხი, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით და აკონტროლებდა აზერბაიჯანის მხარე. სამაგეოდ ბორჩალოს და სიგნაგის მაზრას ჩვენ ვაკონტროლებდით. ეხლა ეს პრობლემა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამას არ შეუქმნია სერიოზული წინააღმდეგობა აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობაში. განსხვავებით თქვათ იგივე სომხეთი რო ავიღოთ, ხო, ქართულ სომხურ და აზერბაიჯანულ სომხურ ურთიერთობებში საზღვრების საკითხი იყო უმძიმესი. რატო? პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს ძალიან საოცარი რაღაცა არის, რომ ორივე სახელმწიფოს პოლიტიკური ელიტა მეტნაკლებად იყო, აი როგორ ვთქვა, ევროპული. ისინი ხვდებოდნენ, რომ ეხლა იგივე თოფჩიბაში უზბეკოვი, რასულზადე, საქართველოზე აღარ ალაპარაკი, ჟორდანიაჩკე, ეძეგე, გეჩკორის უყველა, ერამიშვილი. ესენი ხვდებოდნენ, რომ ამისი დრო არ არის. და მეორე, ასევე ორივე მხარე ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ ცალ-ცალკე ამაზე თქვი შენ შესავალშიც, რომ ჩვენ საერთაშორისო ასპარეზზე აღიარებას ვერ მოვიპოვებთ. თუ ვინმეს აინტერესებს სამხრეთ კავკასია, ეს აინტერესებს იმიტომ, რომ ეს არის ნავთობი, ბაქო და ეს არის ბაქოზე მიბმული ბათუმი. და ბაქოს ნავთობის ტრანსპორტირება ხდება ორი გზით. ერთი არის ბაქო-ბათუმის ნავთობსადენი და მეორე არის რკინიგზა. და გადაბმულია ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთზე სტრატეგიულადაც. და ამას ძალიან კარგად აცნობიერებდნენ ერთმანეთთან, ამიტომ ეს სასაზღვრო ტერიტორიული პრობლემები პრინციპში რაც მე მინახავს თითქმის არ განიხილება.
ზოგადად შეიძლება არის იქ რამოდენიმე შეხვედრაც იყოს სადღაც რაღაც საზღვართან დაკავშირებული პრობლემები უბრალოდ ყოფით დონეზე განიხილება ვთქვათ, იმიტომ რომ მეცხოვე მომთაბარეები გადადიან საძოვრებზე იქიდან, აქეთ გადმოდიან, ვთქვათ, ქართველები ხანდახან იქით გადადიან და რაღაც მომენტში ამ საკითხების განხილვა ხდება, მაგრამ ძალიან მშვიდად და წყნარად და ეს არანაირ პრობლემას არ ქმნის. ეხლა საინტერესო რა არის 18 წელს, როდესაც ორივე სახელმწიფო ხდება დამოუკიდებელი, წარმოიქმნა რამოდენიმე საკითხი. აი მაგალითად წარმოიქმნა ნავთობსადენის პრობლემა. და 1918 წლის ივნისის დასაწყისში ეს ის დრო არის, როდესაც ბათუმში ოსმალები არიან. ნავთობსადენის საკითხი ესე გადაწყდა. ესე იგი, იმ მომენტში ნავთობსადენი არის სამი სახელმწიფოს ტერიტორიაზე: აზერბაიჯანი, საქართველო და ოსმალეთი. სამივე მიიღებდა წილს იმ პროპორციით, რა პროპორციის ნავთობსადენი იყო მათ ტერიტორიაზე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო რკინიგზის საკითხი. გადაწყდა ესეთი რაღაცა. რკინიგზის საკითხი ორჯერ განიხილეს. თავდაპირველად გადაწყდა ესე, რომ სარკინიგზო შემადგენლობა გაიყოფა 4 ნაწილად, ოსმალეთი, აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი და გაიყოფა იმის დამიხედვით, რომ სად რა დგას, ანუ ოთხმავლები, ვაგონები, ყველაფერი, თუმცა მერე შეიცვალა ცოტა ხანში ეს და სამ რესპუბლიკას შორის, აზერბაიჯანი, სომხეთი და საქართველო სხვანაირი შეთანხმება მოხდა, იმის დამიხედვით გაიყო, როგორი მდგომარეობაც იყო 1918 წლის მაისის ბოლოსთვის. ეხლა კიდე ერთი რამეა საინტერესო, ბაქო, ბათუმი, აი ეს რკინიგზა მუშაობდა თბილისის დროით. ესე ძალიან საინტერესო მომენტი არის რა. იქ იდება ხელშეკრულება, სატრანზიტო ხელშეკრულება იდება, ფოსტა ტელეგრაფი, ანუ ყველაფერი, ყველა მიმართულებით საქართველოს და აზერბაიჯანი მუშაობენ, რაც ორ სახელმწიფოს აუცილებლად ჭირდება. ტრანზიტთან დაკავშირებით იყო ძალიან საინტერესო რაღაცა, ჩვენ ბუნებრივია დაინტერესებული ვართ არა მარტო იმით, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მოხდეს ტრანსპორტირება ნავთობის და ნავთობპროდუქტების, არამედ ჩვენც გვჭირდება ეს. და აი ამ სატრანზიტო ხელშეკრულებაში ჩაწერილი იყო, რომ საქართველოს მხარე საკმაოდ შეგავათიან ფასებში იღებდა ნავთობს, ნავთობპროდუქტებს, სამაგიეროდ ჩვენ ძალიან შეგავათიან ფასებში ვატარებდით იმ პროდუქტს, რომელიც ჭირდებოდა აზერბაიჯანს. დაუშვათ ხეტყე, ქვანახშირი ჩვენგან მიქონდათ, ხო? ასე რომ ძალიან შეთანხმებულად მოქმედებდა ორივე მხარე. და ცდილობდა რომ პრობლემები არ ყოფილიყო. ნუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან კარგად აცნობიერებენ, რომ ჩვენ ან ერთად გადავრჩებით, ან ერთად გვექნება სერიოზული პრობლემა. ეხლა შენ წეგა ნახშენე არმიის საკითხი. ეხლა სამხედრო ბოდიში მიშა სანამ არმიაზე გადახვალ, მან მინდა რომ რაღაცები ცოტა შევავსო ჩემი მხრიდან. არის ესეთი ახალგაზრდა მეცნიერი ჰარუნ ილმაზი, ნუ თურქი წარმოშობით, ნუ აზერბაიჯანულად შეუძლია მუშაობა. ოქსფორდში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია და მან დაწერა 2009 წელს საკმაოდ დიდი სტატია, კაი კვლევა აზერბაიჯანულ არქივებზე დაყრდნობით მოულოდნელი მეგობრობა, ესე დაარქვა საქართველოს აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკების ურთიერთობას, მოულოდნელი მეგობრობა. და ის აღწერდა, ანუ ჩამოთვლის საკითხებს, რომელიც შეიძლება სადაოყოფილიყო, თქვათ, ეს არის ტერიტორიები და ამ ტერიტორიებზე პრობლემებია, მერე იმპერიული მემკვიდრეობის გაყოფა და მერე ესე იგი შესწავლილი აქვს ციფრებში ტვირთბრუნვები, რომ ესენი მთავარი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ ერთმანეთისა, სამხედრო საკითხები, რომ ანუ ბევრად მეტი იყო საერთო, ვიდრე გასაყოფი და აქედან გამომდინარე შედგა ეს მეგობრობა. აი რამდენიმე საკითხი რომ გამოვყოთ რომ აი რატომ მეც მინდა ჩემი მხრიდან პასუხი გავცე რატომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ესეთი მეგობრობა ერთი მხრივ ხოლო მეორე მხრივ სომხეთთან საქართველოს საკმაოდ ისეთი რთული ურთიერთობა და აზერბაიჯანის საერთოდ განსხვავებული ომები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ჩემი აზრით ანუ გეოგრაფიით ხსნი ამას ერთი რომ ორივე სახელმწიფოს ესაზღვრება რუსეთი ანუ საფრთხე არის თანაბარი ორივესთვის. ხოლო რუსები სომხებს ეუბნებიან, რომ არ თქვენთან არ გვაქვს პრობლემა, ამეებთან გვაქვს პრობლემა და სომხეთი პირდაპირ საფრთხეს რუსეთისგან ვერ გრძნობს. გენოციდი ახალი მომხდარი არის სომხების და სომხეთი საფრთხეს გრძნობს თურქეთისგან, ოსმალეთისგან. ხოლო აზერბაიჯანი ამ ოსმალეთს განიხილავს საკუთარ მოკავშირედ. ანუ ორი იმპერია არის და საფრთხის სულ სხვადასხვანაირი განცდა არის ერთი მხრივ საქართველოს და აზერბაიჯანის მხრიდან და მეორე მხრივ სომხეთის მხრიდან. მეორე
რომ აზერბაიჯანს რომ უნდა ეს ნავთობი გაიტანოს იქით, საქართველოსთან თუ გაუფუჭდა ურთიერთობა, ვერსად ვერ გაიტანს. ერთადერთი გზა არის საქართველო. კი ბატონო და საქართველოს უნდა ეს ნავთობი მიიღოს და აზერბაიჯანთან თუ გაფუჭდა ურთიერთობა ვერ მიიღებს. ამიტომ ეს უსაფრთხოების და არა მხოლოდ ნავთობზე არის საუბარი, ხო ხა სახელმწიფოს ექსპორტ-იმპორტებს 1000 სხვა რაღაცა სჭირდება და ყველაფერი საქართველოსზე გადის. უკაცრავად, აი მთელი ეს პროდუქტი, რასაც აზერბაიჯანი იღებდა სამშენებლო მასალები, თქვათ, პროდუქტი, სურსათი, ყველაფერი საქართველოს რკინიგზით გადიოდა. პრინციპში, დღესაც სხვა გზა პრინციპში არ ქონდა. ზემოთ რუსეთია, ქვემოთ ირანია და ყველაფერი შედის საქართველოს გზით, კი. ხო, იმიტომ რომ რუსეთში სამოქალაქო ომი არის, გზები დაკეტილი არის იმ პერიოდში. მოკლედ არჩევანი არ ქონდათ ამ სახელმწიფოებს უნდა ემეგობრათ. ამიტომ იყო რომ ეს საკითხები ტერიტორიული დავების საკითხები სერიოზულად არ განხილულა. აი თოფჩიბაშევმა იყო ესეთი სერ ლუის მალეტი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩვენს სამხრეთ კავკასიის საკითხებს კურირებდა და მას უთხრა რომ ზაქათალა არის რაღაც სადაო თემა, მაგრამ გავიყოფთ რა, ეხლა უფრო ქართველები სადაც ცხოვრობენ, იმათ მივცემთ ჩვენ აქეთ რა. ხო, რაღაცას ეს არ იქნება პრობლემა რა. მე დარწმუნებული ვარ, მათ შორის ორივე რესპუბლიკას რო გაეგრძელებინა არსებობა, ეგ ტერიტორიული საკითხი მოგვარდებოდა ძალიან მშვიდად. კი, მეცაც გეტყვი ხა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე რომ მუშაობდნენ ჩვენ დელეგაციები, საქართველოს და აზერბაიჯანის დელეგაციები, ერთობლივი სხდომებიც ჰქონდათ ხოლმე. ან ჩანაწერები არის, სტენოგრაფიული ჩანაწერები, როგორც ეს საერთო დელეგაცია და მე ვთქვათ, უზენაესი საბჭოს, უმაღლესი საბჭოს, აი როცა ლოი ჯორჯის, კლემანსოს, ფრანჩესკო ნიტის, ჩერჩილის და ამათ წინაშე რომ წაადგნენ, ერთობლივად წარდგა ეს ორი დელეგაცია. უფრო მეტიც ჩვენი მთავარი ლობისტი ხო იყო ეს ლორდი კერზონი. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეგ კაცი ამბობდა, ანუ ოფიციალურ მემორანდუმში დაწერა საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, უბრალოდ მინისტრთა კაბინეტისთვის დაწერილ ოფიციალურ მემორანდუმში დაწერა, რომ კიო, ქართველებსო, ბევრად მეტი ტრადიცია აქვს სახელმწიფოებრიობის, ბევრად ძველი ისტორია აქვს, რაღაცა კულტურული ერია ყველაფერი ეს ის და შეიძლება ვიღაცა მეჩქვეშ დააყენოს აზერბაიჯანის სახელმწიფოებრიობის უფლება, მაგრამ საქართველოს ვერასდროს გახდება საქართველოს უსაფრთხოება ვერასდროს იქნება უზრუნველყოფილი და ის სიცოცხლისუნარიანი ვერ იქნება თუ აზერბაიჯანი არ იქნა დამოუკიდებელი. თუ რუსები გადმოვიდნენ კავკასიის ქვემოთ, ქედს ქვემოთ და დაიკავეს აზერბაიჯანი, საქართველოს დამოუკიდებლობაც გაქრება. ამიტომ იყო რომ ფაქტობრივად ბაქოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ საერთაშორისო რადარებიდან, ყოველ შემთხვევაში ბრიტანული რადარებიდან საქართველოს საკითხიც გაქრა. ხო, აქ მთავარი ის იყო რომ აი ეს საინტერესები და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ორივე მხარე ხვდებოდა რომ ცალკე არც საქართველო და არც აზერბაიჯანი იმ დროინდელ მსოფლიო დიდ სახელმწიფოებს არ დააინტერესებს. თუ დაინტერესებს, ერთად დაინტერესებს, ხო? აი ეს დერეფანი კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე. მაგრამ აი მის კონტრასტი არის, თქვათ, აი სომხეთთან კონფლიქტები რო არის. იმიტომ რომ ხა თუ თქვათ აზერბაიჯანი ატარებს ნავთობს და ჩვენ კორიდორს ვაძლევთ და ის გვაძლევს ნავთობს, ეს ბაქო-ბათუმის რკინიგზა ერთიანი სისტემა არის, რუსეთის საფრთხე და ანუ ჭირდებით ძალიან ერთმანეთს რა. მეორე მხრივ სომხეთს კი ჭირდება ჩვენი კორიდორი, მაგრამ სანაცვლოდ ვერაფერს გვთავაზობს. ანუ დისბალანსი არის. ჭირდება ნავთობი, მაგრამ სანაცვლოდ ვერაფერს თავაზობს და რამის შეთავაზების მაგივრად ტერიტორიული პრეტენზია აქვს. და როცა შენ მე ტერიტორიულ პრეტენზიას მიყენებ და მე მაქვს შენ წინააღმდეგ ეკონომიკური ბერკეტი, ამომოქმედებ ამ ბერკეტს, რომ შენ გაგაჩუმო, ხო, ბუნებრივია და ანუ ეს დისბალანსი, რეგიონული დისბალანსი, რაც გეოგრაფიით იყო რა თქმა უნდა. რო წარმოიდგინო, რომ ხო, აი ვთქვათ ეს საქართველოს აზერბაიჯანი, საქართველოს და აზერბაიჯანი სომხეთის გარეშე ძალიან კარგად აწყობენ ამ სისტემას, ხო, კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე. და პრინციპში სომხეთის გარეშეც მშვიდად არსებობენ. ანუ არ არიან დამოკიდებული სომხეთზე, ისე როგორც ერთმანეთზე არიან დამოკიდებული. და სომხეთი დამოკიდებულია ამაზე. სომხეთი ორივეზე დამოკიდებულია. პლუს მე ვფიქრობ, აქ ორივე სამივე სახელმწიფოს პოლიტიკური ელიტაშიც უნდა ვეძებოთ რაღაცები. სომხური პოლიტიკური ელიტა ეს შენ ძალიან კარგად იცი, სხვადასხვა მიზეზთა გამო. მე მგონი ცოტა უფრო აგრესიული იყო, ვიდრე თქვათ აზერბაიჯანი ქართულ საერთოდ არ ყოფილა აგრესიული, ხო? ანუ ისინი შეეცადნენ იმას, რომ გარკვეულწილად აი ამ სამხრეთ კავკასიურ თამაშში შედარებით თამაშგარე დარჩნენ,
ამის კომპენსაცია სხვა რაღაცით მოიხდინათ, ხო? და აი ეს იყო და ეს საფრთხე ხო რეალურია ახლა თბილისში, თქვათ რომ საქართველოს ძალიან კარგი ცდილობდა რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორისაც დარეგულირებული მედიატორი ყოფილიყო თბილისში რამოდენიმეჯერ მოიწვიეს საერთო კავკასიური კონფერენცია, რომელშიც სხვათა შორის მეოთხე რესპუბლიკაც მონაწილეობდა, ეს იყო მთიელთა რესპუბლიკა და სომხური დელეგაცია ან არ ჩამოდიოდა ან თუ ჩამოდიოდა, ვთქვათ, სრულიად განსხვავებული ვითარება ჰქონდა. აი თუნდაც, როდესაც 1919 წელს პრობლემა დადგა დენიკინთან ურთიერთობის და ამ დროს თბილისში კონფერენცია ტარდება, საკითხი დადგა ესე, რომ უბრალოდ მოდი განცხადება გავაკეთოთ დენიკინის საწინააღმდეგოდ და ჩრდილოეთ კავკასიას მხარი დაუჭიროთ. აი აქაც კი სომხურმა დელეგაციამ თქვა, რომ არა. სანამ ჩვენ ერევანს არ დავეკითხებით და ანუ აი ის საფრთხე რუსეთიდან მომავალი, რა თქმა უნდა, დამატებითი არგუმენტი იყო საქართველოს სომხეთის ის აზერბაიჯანის ერთიანობის, მაშინ როცა რუსეთი სომხეთს განიხილავდა თავის მოკავშირედ და სომხეთიც ასე უყურებდა. სხვათა შორის 20 გასაბჭოების სამხრეთ კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების მერეც აი ეს სომხეთის რუსეთთან დამოკიდებულება თამაშობდა გარკვეულ როლს. მე ნანახი მაქვს მაგალითად პოლონური დოკუმენტები, სადაც საუბარი არის, რომ სამივე რესპუბლიკაში არსებულ ანტისაბჭოთა განწყობაზე 24 წლის აჯანყების წინარე პერიოდია, რომ რამდენად შესაძლებელია საერთო კავკასიური აჯანყება და იქ ყოველთვის ხაზგასმულია, რომ სომხეთში ეს განწყობა სრულიად განსხვავებულია, იმიტომ რომ მათ ეშინიათ ოსმალეთის და აი რუსეთის დაბალანსებით ცდილობენ და ეს საბოლოო ჯამში ყველაფერი იძლეოდა იმას, რა სურათიც წარმოიქმნა 18-20 წლებში აი ამ სამ რესპუბლიკას ურთიერთობის შორის. კონტექსტი აქ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აი მაგალითად 1918 წელს რო გვაქვს სცენარი ესეთი, 18 წლის გაზაფხულზე. როცა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის შედეგად 1918 წლის 3 მარტს საბჭოთა რუსეთმა ქართული და სომხური ტერიტორიები ბათუმი, ყარსი და არდაღანი გადასცა ოსმალეთს. და ამ დროს ამერიკავკასიის კომისარიატი ამ ტერიტორიებს ართმევს და ოსმალეთი მოვიდა ჯარებით ამის წასაღებად. ამ დროს საქართველოს და ქართული და სომხური ჯარები არიან ერთად, იბრძვიან ერთად ოსმალეთის წინააღმდეგ და სომხეთისთვის ჩვენ ვართ ერთადერთი ქართველები, ვინც არის მოკავშირე. და აზერბაიჯანი პირიქით, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკავკასიის კომისარიატის სუბიექტი არის, თურქების სკენარი ფაქტობრივად. და პრინციპში მერე სხვათა შორის ბათუმში ისინი ბრუნდებიან ოსმალეთის დახმარებით. ბათუმში კი არა, ბაქოში. ბრუნდებიან ოსმალეთის დახმარებით და მერე გადადის უკვე პოლიტიკური ცენტრი განჯიდან ბაქოში. კი, ზუსტად ესე არის. მაგრამ შემდეგ როცა მსოფლიო ომი მთავრდება და საქართველოს და ოსმალეთის მოკავშირეები, ანუ გერმანია და თურქეთი მარცხდებიან ამ მსოფლიო ომში და იმარჯვებენ მოკავშირეები, ეს ანტანტა და ეს ანტანტა სომხებს, ანტანტა და რუსები სხვათა შორის სომხებს ეუბნებიან რას, რომ თქვენ ეხლა შეგიქმნით დიდი სომხეთის სახელმწიფოს, ეგრეთ წოდებული ზღვიდან ზღვამდე სომხეთი, შავი ზღვიდან ვიდრე ხმელთაშუა ზღვამდე და ზოგიერთი გეგმები კასპიის ზღვამდეც კი მიდიოდა. და თქვენ იქ გექნებათ სულად განსაკუთრებული მდგომარეობა და სომხებმა ჩათვალეს, რომ ანუ რაღაცი მჭირდება მე მოკავშირედ ქართველები და აზერბაიჯანელები, როცა ბრიტანეთი, საფრანგეთი, ამერიკა, რუსეთი ყველა ერთად ჩემი მოკავშირე და ესენი გამაკეთებინებენ დიდ სახელმწიფოს. ამიტომ ესენი მოკავშირეები კი არ არიან, ანუ საქართველოს და აზერბაიჯანი, არამედ არიან კონკურენტები, რომელთა ტერიტორიაზე ჩემი მოსახლეობა ცხოვრობს და ეს ტერიტორიები მე მჭირდება. კი, რომელთა ხარჯით მე შეიძლება ჩემი სახელმწიფო შევქმნა და მაგრამ მე აზზე მოვიდრენ უკვე. არა, გვიანი იყო. გვიანი იყო. უკვე გვიანი იყო. მე მიხვდნენ რომ ემიგრაციაშიც მიხვდნენ უკვე რა შეცდომები იყო დაშვებული, თუმცა გვიანი იყო ახლა იმას. დროს ვერ დააბრუნებ უკან. აზერბაიჯანს რომ დავუბრუნდეთ სამხედრო თანამშრომლობაზე გქონდა ჩვენ საუბარი. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია, იმიტომ რომ დღესაც ვუნდებით, რომ ძლიერი ჯარი აუცილებელია, ხა წარმოიდგენ მაშინ. და აი შენ სწორად შენიშნე, რომ ოფიცერთა და გენერალთა კორპუსის ნაკლებობა აქვთ აზერბაიჯანში. გამომდინარე იქიდან, რომ მათთვის სამხედრო სამსახური არ იყო აუცილებელი და საქართველოსთან ხდება ქართველი გენერლები, ქართველი ოფიცრები მსახურობენ აზერბაიჯანის არმიაში, მაგალითად, ყველაზე ცნობილი რამოდენიმე გენერალი მაყაშვილი, აბელ მაყაშვილი, რომელმაც სკოლა გაუსწორა. სამხედრო სკოლის მეთაური იყო, პოლკოვნიკი თუმანიშვილი იყო, შტაბს-კაპიტანი ლორდ გიფანიძე იყო, პოლკოვნიკი კარგარეთელი იყო.
საკმაოდ ბევრი ქართველი სამხედროები არის. გენერალი თაყაიშვილი, რომელიც იყო საქართველოს შეერაგებული ძალების საინჟინრო სამსახურის უფროსი, გენერალი თაყაიშვილი მონაწილეობდა მდინარე სამუმზე, ეს არის აზერბაიჯანი-რუსეთის საზღვარი, თავდაცვითი ნაგებობების შექმნაში. ასე რომ იქ დიდი როლი მიუძღვით ქართველებს იმ აზერბაიჯანის არმიის ჩამოყალიბებაში და მე როცა ვისაუბრებთ აზერბაიჯანის საბჭოთა ხელისუფლების დამყარებაზე, იქ რამოდენიმე საინტერესო მომენტია ქართველ ოფიცრებთან დაკავშირებით, რომლებიც აზერბაიჯანის არმიაში იყვნენ. ხო, ეს მნიშვნელოვანია. ესე იგი, ეს მაყაშვილმა, აბელ მაყაშვილმა ხო სამხედრო სკოლა, იმიტომ რომ რადგანაც არ მსახურობდა ეს ხალხი აზერბაიჯანელები არ მსახურობდნენ რუსულ ჯარში, ჯარშიც ოფიცერთა კორპუსი არ ყავთ და ჩვენ გვყავს ზედმეტი ოფიცერთა კორპუსი, იქ გვასაქმებთ ამათ და შექმნა აბელ მაყაშვილმა სკოლა განჯაში შექმნა სამხედრო სკოლა. სადაც ეს ოფიცერთა კორპუსი აზერბაიჯანული უნდა გამოიზარდოს და მე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წერილი მაქვს ნანახი ჩვენს ეროვნულ არქივში, როგორც მახსოვს, ეს არის ნოე რამიშვილი წერს კალო ჩხეიძეს. ნოე რამიშვილი ჩვენი სამხედრო და ეს კაცი ჩემს უკან, ჩვენი სამხედრო და შინაგან და ერთი პერიოდი განათლების მინისტრიც. წერს პარლამენტის თავმჯდომარეს და პარიზში ჩვენი დელეგაციის მეთაურს კალო ჩხეიძეს, ის რამის 19 წელი არის. და ნუ აუწერს უსაფრთხოების მდგომარეობას ქვეყანაში როგორია და ჩვენთანო ყველაფერი კარგათო და ეს ბაქო მაშინებსო ძალიან. იმიტომ რომ ეს ბოლშევიკები უფრო ძლიერად არიანო და რამე გადატრიალება არ მოხდესო, მთავრობა სუსტად არისო, იქ კოალიციური მთავრობა არის ბაქოში და მოკლედ რა. ქართული ჯარის იმას ვსთავაზობ. ხო და ფიქრობთო ეხლა ჩვენო ჯარი გავაგზავნოთო, გამოვაცხადოთო კომენტაცია და ბაქოს უსაფრთხოება ჩვენ ხელში ავიღოთო. მე რატომღაც ამას აღარა გაგრძელება ამ თემას, ვეღარსად ვეღარ ვნახე ამ თემის გაგრძელება, მაგრამ აი ხა მთელი ამ ცოდნით რა, ცოდნაც დღეს მაქვს რომ დროის მანქანით დამაბრუნა იქ პირველ რესპუბლიკაში და ერთი რჩევა მიეცი ამ რესპუბლიკის ხელმძღვანელობას როგორ გადარჩეს რესპუბლიკა, თავარი რჩევა იქნებოდა რომ ეს ჯარი გააგზავნეთ რომ ბაქოში ბოლშევიკური გადატრიალება არ დაუშვათ. ეგ იქნებოდა თავარი რჩევა. ეთყობა ვერ გაბედდეს კი არა და ვერ აკადრეს აზერბაიჯანს ეს, იმიტომ რომ მაინც ახლა ხო საქართველოს ხო ის არ არის რა ქვია, იმპერია და სუპერ სახელმწიფო ხო არ არის ხა. მეზობელი მეგობარ სახელმწიფოს დედაქალაქში ჯარი გააგზავნა ეს. ხო და თუ იქიდან თხოვნა არ არის ეს. ხო, ნუ ცოტა ისეთი არის შეურაცხყოფელი შეიძლება და ყოფილიყო ეგ ამბავი და მაგიტო არ გააკეთეს, მაგრამ აი ამ უსაფრთხოების ამბავში დიდი წვლილი აქვს. ხა ეს აბო მაყაშვილი მერე განჯის საბჭოთა რუსული ოკუპაციის შემდეგ რომ განჯის აჯანყება მოხდა, იქ მოკლეს ბოლშევიკებმა. ხო, შეიპყრეს და ერთი ვერსია იყო თავის დროზე რომ ზღვაში დაახვიეს, მაგრამ ეხლა როგორც ირკვევა დახვრიტეს. დახვრიტეს ის. იქ სხვათა შორის აზერბაიჯანში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, იქ რამოდენიმე ქართველი ოფიცერი დახვრიტეს. იგივე პოლკოვნიკი თუმანიშვილი ხელმძღვანელობდა იმ შენაერთს, რომელიც იცავდა აზერბაიჯანის საზღვარს რუსეთიდან, აი რკინიგზის ხაზი პეტროვსკიდან, დღევანდელი მახაჩკალადან მომდიოდა პეტროვსკი, ბათუმი, ბაქოს რკინიგზის ხაზი, იქ სასაზღვრო რაზმი იმციდგა თუმანიშვილი ხელმძღვანელობდა და ბოლშევიკებმა ერთ-ერთ პირველი ის სკოლა დახვრიტა. და ეს თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ყველაფერი, მაგრამ ეს სამხედრო თანამშრომლობაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი. და არა მარტო ბოლშევიკების წინააღმდეგ, დენიკინის წინააღმდეგაც. ეხლა თეთრი იყო თუ წითელი იყო, ეს ერთიანი და განუყოფელი რუსეთის იდეა ორივე მხარეს ჰქონდა. ერთი ძალიან საინტერესო დოკუმენტი მაქვს მე ესეთი ნანახი. ეხლა არ ეხება აზერბაიჯანს და საქართველოს, მაგრამ საინტერესოა იმისთვის, რომ წარმოვიდგინოთ, თქვათ, იგივე თეთრების აზროვნების სტილი როგორი იყო. ეს ეხება იმას, როდესაც პოლონური დოკუმენტი არის, როდესაც პილსუდსკის და დენიკინის შორის შეიძლება შედგეს გარკვეული მოლაპარაკება, რომ ერთობლივად იდაშქრონ ლენინის წინააღმდეგ და იქ დგება უკრაინის დამოუკიდებლობის საკითხი. და დელეგაციის ხელმძღვანელი წერს, როდესაც დენიკინს ვეუბნები უკრაინის დამოუკიდებლობაზე, მე ხვდებიო, რომ ეს კაცი წინააღმდეგი კი არა, ეს კაცი უბრალოდ ვერ ხვდება რას ველაპარაკებიო. ნუ იმდენად მიუღებელი იყო მათთვის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, ჩვენ საქართველოს და აზერბაიჯანის, უბრალოდ ვერ ხვდებოდნენ რაზე ელაპარაკი. და ამიტომ საფრთხე არის თეთრებიც და საფრთხე არის წითლებიც და პირველ ეტაპზე საფრთხე არის დენიკინი. 1919 წელს, როდესაც ის იკავებს ჩრდილოეთ კავკასიას და პრინციპში, ჩვენ მქონდა მასთან შეტაკებები აქეთ გაგრა და ბიჭვინთის მიდამოებში, გასაგებია აზერბაიჯანელებსაც სერიოზული პრობლემა შეექმნათ, როდესაც დენიკინმა დაღესტანი დაიკავა.
და აი შენ ვახსენე სამხედრო ხელშეკრულება სწორედ ამიტომ იდება. ეს არის 1919 წლის 16 ივნისი, როდესაც საქართველო და აზერბაიჯანი დებენ სამხედრო თავდაცვის ხელშეკრულებას, სადაც შავი თეთრზე წერია, რომ ორივე სახელმწიფო ვალდებულებას იღებს ერთმანეთს დაეხმაროს. ერთ-ერთზე თავდაცვის შემთხვევაში მეორეც იღებს მონაწილეობას თავდაცვაში. სხვა შორის იქ ძალიან საინტერესოდ არის ხაზგასმული, რომ ეს ხელშეკრულება არ მუშაობს სახელმწიფოებს შორის საზღვრების დადგენის საკითხზე და ძალიან კარგად არის გაკეთებული, რომ ვთავაზობთ მესამე რესპუბლიკას შემოგვიერთდეს ასევე ჩვენ. მაგრამ მესამე რესპუბლიკისთვის ეს არ იყოს საფრთხე და აქ შემოერთებას არ აპირებდა. სხვათა შორის მე როდესაც რატიფიკაციის საკითხი დადგა ამ ხელშეკრულების საქართველოს დამფუძნებელ კრებაში ყველა ფრაქცია მხარს უჭერდა და ყველა დიდი აქტივანებით წერდა, რომ აი ეს მართლა წინ გადადგმული ნაბიჯია, ეროვნულ დემოკრატებიც კი, რომლებიც აი ესე იყვნენ, რა თქვა, სოციალ-დემოკრატებთან იქ სპირიდონ კედია გამოდის დიდი სიტყვით, რომ აი როგორც იქნა სახელმწიფოებრივი აზროვნება დაიწყო ყველაფერი ანალოგიურად იყო აზერბაიჯანის პარლამენტში. იქაც ყველა ხდებოდა და მე უკვე ჩვენს მიერ ნახსენები რასულზადე ემიგრაციაში მყოფი უკვე წერდა, რომ ეს ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანი იყო არა მარტო სამხედრო თვალსაზრისით, პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ეს იყო პირველი ნაბიჯი გადადგმული კავკასიის გაერთიანებისკენ. ხო და მაშინ საჭირო არ გახდა ეს ხელშეკრულება, იმიტომ რომ დენიკინი სამხრეთით აღარ წამოვიდა, მოსკოვისკენ მიდიოდა და პრინციპში ჩვენთვის არ ეცალა, მაგრამ ეს საინტერესო მაგალითი იყო აი ამ ურთიერთობისა ამ ორ სახელმწიფოს შორის, რომელიც აი როგორ თქვა ეხლა და რაღაც მომენტებში ძალიან სამაგალითოც იყო. ანუ ეს იყო მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება რაღაცა პრობლემები, რომლებიც არსებობს, გადადო, მასზე აქცენტირება არ გააკეთო და იმუშაო იმაზე, რაც არის საერთო. როცა ხვდები, რომ ერთმანეთზე ხარ გადაჯაჭვული და ერთმანეთის გარეშე ვერ გადარჩები. ეს ძალიან საინტერესო მომენტი იყო ამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის თვალსაზრისით. ეხლა მე მინდა მიშა რომ ცოტა პერსონაჟებიც გავაცნოთ. ეხლა აქ სამი მთავარი პერსონაჟი არის ალბათ პანელებზე დამოუკიდებელი აზერბაიჯანის ისტორიაში. ეს არის იუსუფბეკოვი, პრემიერ-მინისტრი, მთავრობის თავმჯდომარე, რომელიც იყო, მე ვფიქრობ, და გადაჭარბებული შეფასება არ იქნება, სამხრეთ-კავკასიური, იმდროინდელი სამხრეთ-კავკასიური პოლიტიკის ვარსკვლავი, ძალიან რბილი მიდგომა ჰქონდა მეზობლებთან ურთიერთობაში, არ იყო რადიკალი, ცხელთავიანი და კონსტრუქციული იყო, როგორც ქართველებთან, ისე სომხებთან მიმართებით. შენს უკან არის ხან ხოისკი, მთავრობის პირველი თავმჯდომარე, რომელიც უფრო ნაციონალისტი იყო, უფრო რადიკალი იყო შედარებით ვიდრე იუსუფბეკოვი და აი კიდე ერთი პერსონაჟი, ეს არის გენერალი მეჰმანდაროვი, ასევე თავდაცვის სამხედრო მინისტრი, რომელიც ყველაზე მაღალჩინოსანი სამხედრო იყო, რომელიც სულ რამდენიმე გენერალი ყავდათ. ესა მე ესვის და შეხლინსკი ვიცი. და ყავდათ გენერალური შტაბის უფროსი სულკევიჩი, რომელიც ლიტველი იყო. ლიტველი იყო, ლიტვაში დაბადებული თათარი იყო, პოლონელები თვლიან, რომ სხვათა შორის თავისი იყო და ვარშავაში დგას ძეგლი. სულკევიჩის, კი. ხო და პრინციპში აი ეს სულ რამდენიმე შიქლინსკი, რომელიც განჯაში იყო, განჯის გარნიზონის და იმის მეთაური იყო და ესენი არიან ძირითადად კი. მაგრამ ბედისერონია არის, რომ სულკევიჩი და აბელ მაყაშვილი შეაკვდნენ ბოლშევიკებს და მერე შიხლინსკი და მეჰმანდაროვი წითელი არმიის სამსახურში, ხო. მაგრამ ესენი მოკლეს. იუსუფბეკოვი და ხანხოისკი მოკლეს, ხანხოისკი თბილისში მოკლეს ოკუპაციის მერე, დაშნაკებმა მოკლეს ეს როგორც ჩანს ამ ოპერაცია ნემესისის დროს, იმიტომ რომ მას აბრალებდნენ აი 1918 წელს, როცა თურქებმა გაათავისუფლეს 18 წლის სექტემბერში დიდი ხოცვა-შლეტვა მოხდა სომხებისა და მაგას აბრალებდნენ ერთ-ერთ დამნაშავედ მაგას თვლდნენ, თბილისში მოკლეს ეს და იუსუფბეკოვი სადმოკლეს იმ პერიოდში არის იუსუფბეკოვის მოკვლა და სხვათა შორის თბილისში არის აი აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის თავარ პირთა, ან ერთ-ერთ თავარ პირთა პანთეონი ამ ბოტანიკურ ბაღში. მუსლიმური სასაფლაო, სადაც იყო იქ. ხო და პრინციპში რა ახლა ნარიმან ნარიმანოვიც მერე უკვე
საბჭოთა აზერბაიჯანის ლიდერიც თბილისელია. იქიდან იყო დღევანდელი მარნეულის რაიონია. ხო, მაგრამ ას დაფთიანებული თბილისში იყო დაფთიანებული. მოკლედ, ესე არის ეს ეხლა თბილისი იყო, როგორც ჩვენ თქვით, პოლიტიკური ინტელექტუალური ცენტრი და არა მარტო აზერბაიჯანული, სომხური პოლიტიკური ელიტის ნაწილიც. ეს გაზეთი რო თქვით, მოლა ნასრედინი თბილისში გამოდიოდა, ხა მთავარი ამათი ერთ-ერთი მთავარი გამოცემა. ხალხს მეხვანდაოთან დაკავშირებით ერთი მომენტი არის. აი, ოდესაც ეს ხელშეკრულება დაიდო სამხედრო, იქ განისაზღვრა, რომ უნდა შექმნილიყო საერთო კომისია, რომელშიც შედიოდნენ ქართველი და სომეხი, ქართველი და აზერბაიჯანელი სამხედროები და ვინ უნდა ყოფილიყო კომისიის ხელმძღვანელი და ორი კანდიდატურა იყო. აზერბაიჯანის მხრიდან იყო მეხვანდაროვი და ქართველების მხრიდან იყო ილია ოდიშველიძე. და იქ წერია ხოლმე, რომ რაღაც ერთმანეთს ცოტა ესე შური და კონკურენციით უყურებდნენ ხოლმე, ხო? აი რომელი უფრო მაგარია, რომელი უფრო პირველი. ნუ ოდიშველიძე ქართველების მხრიდან ყველაზე მაღალ შინოსანი. ყველაზე მაღალ შინოსანი იყო და ეს იყო აზერბაიჯანის მხრიდან. ეხა აი ამ ტერიტორიულ საკითხებს, ტერიტორიული დავების საკითხებს მინდა რომ კიდევ უფრო ჩაუღრმავდეთ, იმიტომ რომ უხერხულობებიც იყო და ნუ ნაწილ რო წამოუყვეთ შეიძლება ითქვას, აი 1919 წლის მარტში ქართულმა დელეგაციამ პარიზის სამშვიდობო კონფერენციას გადასცა მემორანდუმი, რომელთაც თავის ტერიტორიებს მოითხოვდა. ეს იყო თბილისის გუბერნია, ქუთაისის გუბერნია სრულად, სოხუმის ოკრუგი სრულად, ყარსის ოლქის ნაწილი, შავი ზღვის გუბერნიის ნაწილი, ანუ ყარსის ოლქში ოლთისი და არდაგანი, შავი ზღვის გუბერნიაში სოჭი და გაგრა, აქეთ ზაქათალის ოკრუგი, ზაქათალის ოკრუგი დღევანდელ ზაქათალა, ბელაქანს და კახსაერთიანებს. ხო, და ნუ ბათუმის ოლქი, რასაკვირველია. ხოლო აზერბაიჯანელებმა წარადგინეს სრულიად ფანტასტიკური რაღაცა მოთხოვნები, ანუ ყველგან სადაც მუსლიმური მოსახლეობა ყობრობს, ეს ტერიტორია მათ ეკუთვნოდა. ეხლა ანუ მიუდგნენ რელიგიური კუთვნილები და არა ნაციონალური იმით. და ამაში შედიოდა რა თქმა უნდა ქვემო ქართლი, სამცხე ჯავახეთი, იმიტომ რომ ეს სანამ სტალინმა გაასახლა ეს თურქი მეცნები მოსახლეობა მანამდე ხდება ეგ და იქ მუსლიმები ბევრნი იყვნენ. აჭარა, რასაკვირველია და მთლიანად ეს ბათუმის ოლქი თავისი ართვინით და მთელი ყარსი. ანუ სრულად სიგიჟე, მაგრამ რა ლოგიკას ეყრდნობოდნენ აზერბაიჯანელები ამ დოკუმენტის შედგენისას, რომ ამ დროს ოსმალეთი დამარცხებულია უკვე ომში, ბუნებრივია დამარცხებულ ოსმალეთს ამ ტერიტორიებს ვერავინ ვერ გადასცემს და ჩვენ ვართ ახალი მუსლიმური სახელმწიფო ამ რეგიონში და მოდი ჩვენ ავიღოთ და თან ამას ერთვება რა? 1919 წლის ეს იანვარ-თებერვალში იწყება მუსლიმური აჯანყება ყარსის ცენტრში, რომელიც ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზეც, ამ ახალციხე, ახალქალაქში, სერვერბეგ ათაბაგი. ყარსის რესპუბლიკის ის არის. კი, სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკა. ეს ეგ პროექტი, ანუ ამ სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკის ჯარები იყვნენ ოსმალური ჯარების ნარჩენები, შეიძლება ითქვას. ბუნებრივია ოსმალეთის ამ ტერიტორიას ვერავინ გადასცემდა და ამ რესპუბლიკამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა, სომხები გაყარა ყარსი და ყარსი იყო მათი ცენტრი. მათი ცენტრი იყო და ესე იგი აზერბაიჯანს უნდოდა რომ ეს ყარსის რესპუბლიკა გადმოებარებინა. ეგ უნდოდა. და სხვათა შორის მე ერთ-ერთი აზერბაიჯანელი ისტორიკოსის ჯამილ ჰასანლის კვლევაში ვნახე ეს ინფორმაცია აზერბაიჯანულ არქივებზე დაყრდნობით წერდა ის, რომ ბათუმში აზერბაიჯანის კონსულს უგზავნიდნენ ფულს, რომ მას პროპაგანდისტული სამუშაო გაეწია ამ აჭარის აზერბაიჯანისთვის მიერთებაში, ანუ ამ რელიგიურ ნიადაგზე. მაგრამ ეს ყარსის რესპუბლიკა, ანუ სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის რესპუბლიკა ჯარებით ბრიტანელებმა გაყარეს მარტში თუ არ ვცდები, კი მარტი იყო, მარტის თვეში გაყარეს 1919 წლის და ამის შემდეგ ნუ აზერბაიჯანის პრეტენზიებიც შორის აჭარაზე ძალიან მალე გაჩერდნენ. იქ სერიოზული არაფერი არ იყო და მე დასაწყისიც იმიტომ ვთქვი, რომ უსუბეკოვი რო ჩამოვიდა, სხვა დაახვედრეს ქართველებმა აჭარლების დელეგაცია.
კი და იქ ძალიან მშვიდად თუმცა მე 1920 წელს კიდე ერთხელ წამოიწია ეს საკითხი უბრალოდ უკვე არა კუთვნელების არამედ იმ ხრივ ბაქო მოითხოვდა რომ ბათუმის პორტში ქონოდა გარკვეული უფლებები და ტრანზიტი თავისუფალი ტრანზიტის უფლება აი იქ წამოიწია ეს საკითხი უკვე ეკონომიკური ასპექტით კი ბატონო და რაც შეეხება ზაქათალას და ქვემო აქ სერიოზულად იდგა ზაქათალის მით უმეტეს, იმიტომ რომ ისინი აკონტროლებდნენ, ჩვენ ვერ ვაკონტროლებდით. მაგრამ ამის მიუხედავად, სამხრივად საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ ზაქათალა არის ავტონომიური ნაწილი საქართველოს შემადგენელი. ამ დროს იქ უკვე საბჭოთა აზერბაიჯანი იყო. ხო, იქ უკვე მე საბჭოთა პერიოდში მთლიანად შეიცვალა ურთიერთობა უკვე, ხო. სხვათა შორის აი მე ორჯონიკიძის ფონდში ვნახე ეგ დოკუმენტები, ანუ ამ რგასპიში რასისტი გასწორებული არქივი სოციალური პოლიტიკის ისტორია, კარი ორჯონიკიძის ფონდი ნომერ 85. როცა მიდის მაისის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის და ამ ხელშეკრულებაში საზღვარი არის დეტალურად განსაზღვრული. და პირველადი ვერსიით ჩვენი იყო ანუ რუსები გვითხოვდნენ 12 მაისს მოხდა შეცვლა და იქ ითქვა რომ ეს ტერიტორია ცხადდება სადაოდ უკვე სადაოდ ეს საიდან მოხდა იცი რომ სტალინმა მე პირადად მაქვს ეს ნანახი უდეპეშა ბაქოში ამ დროს უკვე საბჭოთა ხელისუფლება არის მოითხოვეთ ორჯონიკიძეს რომ ნარიმანოვს კითხეთო ან ნარიმანოვს კითხეთო რომ რამე პრეტენზიები ხო არა აქვს. ნუ ნარიმანოვმა თავისთავად თქვა რომ ზაქათალა რას ქვია ზაქათალას აძლევთ. ზაქათალაში სხვათა შორის არც ქართველები და არც აზერბაიჯანელები უმრავლესობა არ ყოფილან, უმრავლესობა იყვნენ დაღესტნელები. ჩრდილოეთ კავკასიელები, მაგრამ დაღესტნის რესპუბლიკა ამ დროს უკვე აღარ არსებობდა ფაქტობრივად და მათ პრეტენზიის საშუალებაც არ ჰქონდათ. და აი ამის მერე ხდება ამ 12 მაისის ხელშეკრულებაში სრულებების შეტანა, როდესაც გაშეხრილი იყო კომისია სამხრივი ქართული აზერბაიჯანი და რუსული. რუსეთი იქნებოდა მედიატორი. არახელსაყრელი იყო ეს ჩვენთვის, მაგრამ საზღვრის ყველა დანარჩენი მონაკვეთი რუსეთმა გვიღიარა ამ დროს. და ნუ მერე უკვე კავბიურომ 1921 წელს საბოლოოდ დაუდგინა კავბიურომ აზერბაიჯანს ეს ტერიტორია. კიდე ერთი მნიშვნელოვანი მონაკვეთი, სადაც არა, მან კიდე ერთი მომენტია, რომ იმ პერიოდში, როცა ეს მოლაპარაკება მიდის მოსკოვში 7 მაისამდე, იქ ხო ჩვენ შეტაკებები გვაქვს აზერბაიჯანის საზღვარზე, ხო? იმიტომ რომ ბაქოში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, მერე წამოვიდა ეს წითელი ნაწილები და მერე უკვე საქართველოს ოკუპაციაც სცადეს. ეს ის პერიოდია, როცა სერგო ორჯონიკიძე ძალიან ოპტიმისტურადაა განწყობილი და იძახის, რომ სადღაც 12 მაისისთვის თბილისში ვიქნები. მაგრამ ამაზე იღებს სტალინის პასუხს მოსკოვიდან, რომ ვითარება შეიძლება შეიცვალოს და გამოიყვანეთ ჯარები საქართველოდან. იმიტომ რომ აქ ერთვება ამ დროს მიდის პოლონეთ-რუსეთის ომი, პოლონელები კიევს იკავებენ, იქ ვრანგელის აქტიურობა და ეს რაღაცა არის და მერე საბჭოთა აზერბაიჯანთან საქართველოს რესპუბლიკა აფორმებს ზავს, რომელსაც აკსტაფის ზავი ქვია. და აი იმ დროინდელი პრესა რო ნახო, იქ უკვე პირდაპირ მოთხოვნებია, რომ ჩვენ ზაქათალა ჩვენი უნდა იყოს, რომ ამ ზავში არ დავთმოთ ეს. აი თუ აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში მე ესეთი პირდაპირ წერილები არ შემხვედრია პრესაში, რომ ეს ზაქათალა ჩვენია და რაღაცა, აი საბჭოთა აზერბაიჯანი რო იქნება, უკვე იქ არის პირდაპირ ეს მოთხოვნები ქართული მხარის, რომ ეს ჩვენია და არაფრით არ დავთმოთ, მით უმეტეს ჩვენ მოგებულ მდგომარეობაში ვიმყოფებით და აი იქ ჩვენი მხარე ძალიან ხო, ეს არის 1912 ივნისს გაფორმდა ეს ახსნაფის ხელშეკრულება და ზაქათალა მაგ ხელშეკრულებამაც სადაო ტერიტორია დატოვა და აი ამაზე იყო სხვათა შორის დიდი პროტესტი იმ დროინდელ იმას საზოგადოებაში. მე სხვათა შორის უკვე ოკუპაციის შემდეგ ლევან თოიძეს აქვს ძალიან კარგი წიგნი, დაუფასებელი წიგნი ჩემი აზრით, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ მცირე ტირაჟით დაიბეჭდა და საქართველოს პოლიტიკური ისტორია 1921-23 წლები ეგრე ქვია, 300 ეგზემპლარი გამოიცა სულ. სადაც არის ეს ავტონომიების შექმნა, ტერიტორიული გადანაწილების საკითხი, დოკუმენტებზე დაყრდნობით ეს ყველაფერი როგორ ხდებოდა და იქ არის ეს დოკუმენტები მოყვანილი, რომ ჩვენი რა, ну, მოკლედ, ქართველი ნაციონალ-უკლონისტები იყვნენ მაშინ, ნაციონალისტი კომუნისტები შეიძლება ითქვას საქართველოს ხელისუფლების სათავეში და ეგენიც ართმობდნენ ამ ზაქათალას, არ უნდათ, უბრალოდ, ну, იქით ნარიმანოვი არის და ისიც ართმობს და მერე საკითხი გადაეცემა განსახილველად კავბიუროს და ორჯონიკიძე კიროვის სტალინი გადაწყვეტენ, რომ ეს მიდის აზერბაიჯანში.
ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სადაო საკითხი, არსებითად სადაო საკითხი იყო, რაც დღემდე ესეც ხელთემად რჩება, ყარაიაზის ველი. ხო. ანუ ქართველებისთვის, თანამედროვე ქართველებისთვის უფრო გასაგები ვენით რო ვთქვათ, გარეჯი. გარეჯი, ხო. ყარაიაზის ველი ბევრად უფრო ფართო არის, ვიდრე ვთქვათ, გარეჯის მონასტერი. ეს იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი საქართველოს პირველი რესპუბლიკის და პრინციპში აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკა და ასევე საბჭოთა აზერბაიჯანიც აღიარებდნენ ამ ყარაიაზის ველს საქართველოს შემადგენლობაში. კი, იმდროინდელი საზღვრები რო ნახო, აი ამ მონაკვეთში საზღვარი გაცილებით სამხრეთით არის, ვიდრე დღეს არის და აი მთელი სადაო ტერიტორიები, რაც თქვი დღეს რო არის გარეჯი და ის, მაშინ 18-21 წლებში საქართველოს შემადგენლობაში შემო. არანაირი სადაოის არ ყოფილა და რატომ? მაშინ არ იყო არანაირი სადაო, ეს იყო ჩვენი ტერიტორია. იმიტომ რომ ეს მე-19 საუკუნეშიც იმპერიის დროს თბილისის გუბერნიის ნაწილი იყო. ჩვეულებრივად თბილისის გუბერნიის ნაწილი იყო ეს და შესაბამისად აზერბაიჯანს ამაზე პირველ რესპუბლიკასთან მე აი აღსტაფის ხელშეკრულება რო ვთქვით, ხო? საბჭოთა აზერბაიჯანსა და ეს ის არის, საქართველოს ტერიტორია. საბჭოთა აზერბაიჯანმა დამოუკიდებელ საქართველოს უღიარა ეს როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილი აღსტაფის ხელშეკრულება 1920 წლის 12 ივნისის. და საქართველოსთვის ეს ძალიან სტრატეგიული იყო, ხა გარეჯი გასაგებია, დღეს გარეჯზე გვაქვს საუბარი, ხა გარეჯიც მაყურებელს მინდა უთხრა და მსმენელს, რომ გარეჯი არ არის ერთი ადგილი, ხო, ვინც არ იცის, ეს არის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც რაც დღეს ვიცით 16 ძეგლის ხო, სადღაც 23 ძეგლია და სადღაც 30 კილომეტრზეა გაჭიმული გახსოვს. და აქედან მხოლოდ 3 ძეგლი არის სადაო. ბერთუბანია, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, სადღაც 3 კილომეტრზე. და დანარჩენი ჩიჩხიტურის კოშკი და კოშკი პრინციპში მაინც შუა მხარეს არის უფრო. და აღდგომის ეკლესია. აღდგომის ეკლესია და უდაბნოს მონასტერი. ეს არის სასაზღვრო ხაზზე პრინციპში, რა, ნუ იქ-თაკ. მაგრამ ეს ყველაფერი აი ყარაიაზის ჩვენი იყო და არანაირი პრეტენზია იქ მაშინ აზერბაიჯანს არ ქონდა. მაგრამ საქართველოსთვის ეს მაშინ იყო ძალიან სტრატეგიული ადგილი. ეხლა რატომ? იმიტომ რომ საქართველო არის ხორბლის იმპორტიორი ქვეყანა დღესაც. მართალია რაღაცა ბევრი ენდემური ჯიში გვაქვს და ყველაფერი, მაგრამ ნუ ხორბალი არ მოდის ყველგან, სწორედ ხორბალი მოდის სტეპებში. ხო, და ეს მაკრო მნიშვნელოვანი რეგიონია. ესე იგი საქართველოს დღესაც რომ როგორც ამის მცოდნე ადამიანები ამბობენ, დღესაც რომ ყველა შესაბამის მინდორზე სადაც ხორბალი მოდის დათესოს ხორბალი, ჩვენი მარაგის 20%-ზე მეტს ვერ ვქაჩავთ კაი მოსავლის პირობებშიც. ისე ნაკლები. ახლა მე-19 საუკუნეში ბუნებრივია ხორბალი შემოგვაქვს რუსეთიდან. დღესაც იმპორტიორები ვართ, საბჭოთა დროსაც იმპორტიორები ვიყავით, მაგრამ ამ 18-21 წლებში რუსეთს ემბარგო აქვს გამოცხადებული, როგორც დენიკინისას მერე წითელს, არ გვაძლევს ამ ხორბალს და პურის დეფიციტი არის, პური არის პრობლემა. აი შეიძლება ნანახი გქონდეს, თუ გახსოვს ეს უნიკალური ბრძანება არის ნოე ჟორდანიასი 1920 წელს საერთოდ თუ არ ვცდები, სადაც ის მეწის ქვილებს უკრძალავს მიწის, ქვიშის, ბალახის და რაღაცების შერევას ფორმულკა. იმიტომ რომ ნუ რატო ურევდნენ, იმიტომ რომ არ იყო რაოდენობა და ანუ ქვილის რაოდენობაო პურში 40-45%-ს არ აღემატებაო მთავრობის ხელმძღვანელის ბრძანებაში წერილს. ხო, წარმოვიდგინეთ, ტალახჭამდა ხალხი. ამიტომ ეს ყარაიაზი არის სულ აი ეგ ანუ ყანებისთვის, ანუ იქ დასახლება არ იყო, არავინ არ ცხოვრობს, აზერბაიჯანელი მეჯოგეები და აზერბაიჯანელი მეჯოგეებისთვის იყო საძოვრების ნაწილი და გადმოდიოდნენ სამთრის საძოვრები. ის იყო და აი მე რო გითხარი, იყო მეთქი საუბრები საზღვართან, ამას ეხებოდა ზუსტად. მეჯოგეების გადმოსვლა, გადასვლა როგორ დარეგულირდეს. მაგრამ აი ესე იგი მიწათმოქმედების სამინისტროს 1919 წლის გეგმა არის, რომ ეს უნდა იქცეს საქართველოს პურის ბეღლად. იმიტომ რომ დამოუკიდებლები უნდა დაგავხდეთ ხა, საჭმელი გვინდა რა. ხოლო აზერბაიჯანელებს ამას შენარჩუნება უნდათ. ეხლა ესეთი მე არქივში ვნახე, ესეთი საინტერესო ეპიზოდი. 20 წლის გაზაფხულზე ჯერ კიდევ დამოუკიდებელი აზერბაიჯანი არის საბჭოთა ოკუპაციამდე. გადმოსულან უნებართოთ ეს აზერბაიჯანელები და დაუთესავთ ხორბალი. ახლა მოვიდა შემოდგომა რომ მოვიდა, ამ დროს უკვე საბჭოთა ხელისუფლება არის აზერბაიჯანში და უნდათ ამ მოსავლის აღება.
ჩვენ პური არა გვაქვს. საქართველოს განაცხადა, რომ აი რა ის პური უნდა წაიღოთ, ეს საქართველოს ტერიტორია არის და ჩვენ უნდა მოვიწიოთ ეს მოსავალი. მოკლედ არის გაქაჩვა, გამოკაჩვა საბჭოთა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის და ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბოლოს მიწერა, რომ აი ამ ერთხელ და მეტად აღარ გაბედოთ. ამაზე ჩვენმა სამხედრო სამინისტრომ და განსაკუთრებით სახალხო გვარდიამ გაჭედეს, ანუ დიდი საყვედურები უთხრეს საგარეო საქმეთა, რას ქვია ეს დაუთმოთ, ანუ შეატრიალეს გადაწყვეტილება და ბოლოს ჩვენ ავიღეთ ეს მოსავალი. ამ ტერიტორიაზე მანამდე ეს უკვე საბჭოთა აზერბაიჯანთან, მაგრამ მანამდეც 18 წელს, როცა ეს ოსმალები წამოვიდნენ გაზაფხულზე, ხო, 1918 წლის გაზაფხული ეგ პერიოდი ბათუმი ხო დაიკავეს, ახალციხე ახალქალაქი ხო დაიკავეს და შემოვიდნენ აქაც, ეს ყარაიაზის ველიც დაიკავეს ოსმალებმა და სხვათა შორის ეს იყო ერთი იშვიათი მიმართულება, ეს მონაკვეთებია ზუსტად, სადაც გერმანელებსა და ოსმალებს შორის შეტაკებები ხდებოდა, რომ გერმანელები არიან, ესენი ოსმალები აზერბაიჯანელების ხარეს არიან, მაგრამ მერე უკვე როცა ოსმალეთი მარცხდება ომში, 18 წლის ბოლოს ოსმალური ჯარები გადადიან საქართველოს იერთებს ამ ტერიტორიას და აი ეს ტერიტორია ბოლოს როგორ მისცეს აზერბაიჯანს, იცი? აი იგივე ლევან თოიძეს აქ, როცა ეს კომპარტიები შეიკრიბნენ ქართული აზერბაიჯანული სომხური წარმოიდგინე როგორ უსინისობა მოხდა. მოკლედ საუბარი არის იმაზე, რომ აქეთ ამ მხარეს იყო თუ არ ვხდები ელიავა და საშა სვანიძე. საშა სვანიძე ფორმალურად საბჭოთა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო მაშინ, ეგრე მახსოვს. ესენი ამბობენ, რომ ნუ ჩვენია. აზერბაიჯანის კომპარტია ამბობს, რომ კი ბატონო თქვენი ანუ არ გეცილებით, უბრალოდ მოგვეცით გამოყენების უფლება, ანუ როგორც საბჭოთვის, როგორც უბრალოდ მეფის დროს, ისე რესპუბლიკის დროს, რომ ჩვენი მეცხვარეები, მეჯოგეები იყენებდნენ რამეს, ისე გამოიყენონ და საქართველოს არ ჰქონდეს უფლება, რომ რამე სტატუსი შეუცვალოს, რამე სხვა გააკეთოს იქ ამ ტერიტორიაზე. და ესენი ეუბნებიან ქართული ნაციონალ-უკლონისტი კომუნისტები ეუბნებიან, რომ კაცო ეს საქართველოს შემადგენლობაში იქნება და თქვენ ვიგეკითხებათ, რას გავაკეთებთ. ამაზე ვერ ანუ კუთვნილებაზე კი არ იყო დავა. ანუ ფუნქციურობაზე იყო დავა. გამოვიყენებთ იმას. ამაზე ვერ შეთანხმდნენ და საკითხი განსახილველად გადაეცა ისევ კავბიუროს და კავბიურომ გადაწყვიტა, რომ რადგან აზერბაიჯანელმა უნდა გამოიყენონ ეკონომიკურად, იყოს მათი. და ესე დავკარგეთ. და მაგას ვფიქრობ რა, რომ სვანიძეს და ელიავას რომ ეთქვათ რომ გამოიყენეთო, ვაფშე არ იქნებოდა რა პრობლემა. დღესაც საქართველოს შემადგენლობაში იქნებოდა და გარეჯი საქართველოა კამპანიასაც ვერ ვნახავდით. შეიძლება. ხო, მოკლედ ესეთი გარემო არის. ეხლა მე მინდა ვილაპარაკოთ აი იმ ძალიან სადავო საკითხზე, რაც იყო 20 წლის აპრილ-მაისში საქართველოში, რომ საქართველოს უნდა შეჭრილიყო თუ არა აზერბაიჯანის გასათავისუფლებლად. რა მდგომარეობა არის? ჩვენ რაღაცებში ვთანხმდებით, მე ვვილაპარაკე ამაზე, რაღაცებში ვთანხმდებით, რაღაცებში ვერ ვთანხმდებით და ეგეც საინტერესო იქნება. მოკლედ მაყურებელს რომ უთხრათ და მსმენელს, მდგომარეობა არის ესეთი, რომ 20 წლის მარტში ყარაბაღში დაიწყო აჯანყება, სომხური აჯანყება, აზერბაიჯანმა თელთავის ჯარები გაგზავნა ბაქოდან. საუკეთესო სამხედრო ნაწილები იმყოფებიან ყარაბაღში. ყარაბაღში იმყოფებიან, ამ დროს თურქების დახმარებით სხვათა შორის და იქ შიგნი მოსყიდულების და გაყიდულების დახმარებით ხდება სახელმწიფო გადატრიალება ბაქოში. ეს კაი ხალხი მორბის თბილისისკენ, აზერბაიჯანის ხელმძღვანელობა და ფაქტობრივად განიარაღებულ ბაქოში და დაუცველ ბაქოში ეშელონებით მატარებლები ჩაყავს. ხუთი ჯავშან მატარებელი შედის 28 აპრილს გამთენის. კი ბატონო. ოღონდ მანდ ერთი მომენტია, მარტში საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი კამენევი გამოსცემს დირექტივას, რომ დავიწყოთ მოიმზადოთ ოპერაცია ბაქოში. ამ დროს კავკასიის ფრონტის სარდალი არის მიხეილ ტუხაჩევსკი.
აპრილის დასაწყისში ტუხაჩევსკი გამოსცემს ორ ბრძანებას. პირველ ბრძანებაში საუბარი არის მხოლოდ ბაქოს დაკავებაზე და ერთი კვირის მერე თუ 4 დღის მერე გამოსცემს მეორე ბრძანება, სადაც საუბარია უკვე რომ მთელი აზერბაიჯანი უნდა დავიკავოთ. ამის მერე ტუხაჩევსკი გადაკავთ დასავლეთის ფრონტის სარდლად, იქ პოლონეთთან ომი ომიდის და დასავლეთის ომის ფრონტის სარდალი გიტისი გადმოყავთ კავკასიის ფრონტის სარდლად. ეხლა ის რომ დაღესტანში რაღაცა ხდება და იქ პრობლემა არის, ამას ხედავდა ყველა. აპრილის ბოლოს ქართული სამხედრო დელეგაცია, რომელშიც შედის 3 კაცი, გენერალი გიორგი კვინიტაძე, ქართული артиლერიის მეთაური გენერალი კირილე ქუთათელაძე და ჩემს მიერ ნახსენები გენერალი თაკაიშვილი ჩადის ბაქოში. აი იმ 16 ივნისის ხელშეკრულების ბაზაზე. და იქ მეხმანდაროვთან იწყება მოლაპარაკება. რომ რა შეიძლება მოხდეს. და მეხმანდაროვი ეკითხება კვინიტაძეს, რომ ხომ დაგვეხმარებით თუ იქნება საბჭოთა აგრესია. კვინიტაძე პასუხობს, რომ ჯერ გასარკვევია, საიდან იქნება საბჭოთა აგრესია. იმიტომ სამხრეთ კავკასიაში საბჭოთა რუსეთს შემოჭრა შეუძლია როგორც კასპიის ზღვის გაყოლებით, ასევე შავი ზღვის გაყოლებით. მაგრამ კასპიის ზღვის გაყოლებით შემოჭრა უფრო ადვილია. გამომდინარე იქიდან რომ არის რკინიგზის ხაზი და ჯავშანმატარებლები, დაბლობია, აზერბაიჯანული არმია. და ფლოტის დახმარება შეუძლია კასპიის ზღვის წითელი ფლოტი, აზერბაიჯანის არმია, გაცილებით სუსტია ვიდრე ქართული არმია და რაც თავია ბაქოში პროლეტარიატი და ეს რუსულელოვანი მოსახლეობა. 26 აპრილს დამთავრდა ეს მოლაპარაკებები, კვინიტაძე წერს, რომ საგამოს იყვნენ რესტორანში, მეხმანდაროვმა გააცილა დელეგაცია საგამოს სადგურზე და ესენი რომ წამოვიდნენ, განჯაში გაიგეს რაც მოხდა. ამ ქართულ დელეგაციის წამოსვლა და 27 აპრილს ბაქოს ოპერაციის დაწყება დაახლოებით ერთდროულად მოხდა. აი მიშა მე მინდა პრეისტორია თქვა იმისი რაც მე საბჭოთა არქივებში მაქვს ნანახი, რა უძღოდა მაგ ყველაფერს წინ. 6 მარტის წერილი არის ლენინის თუ არ ვცდები, ლენინის წერილი არის პოლიტბიუროსადმი, რომ ბაქო გვინდა. ესე იგი, შეხედე, აი სამხრეთ კავკასიაში 3 ფლანგი აკეთებდა, 3 ფლანგი ცდილობდა პოლიტიკის შექმნას საბჭოთა რუსული ხელისუფლებიდან. ერთი ფლანგი არის ეს ლენინი ჩიჩერინი, ზომიერების ფლანგი, მეორე ფლანგი არის ტროცკი, რადეკი, შეიძლება ესე დავარქვათ, ინტერნაციონალისტების და მესამე ფლანგი ქორების, აგრესიული ქორების, სტალინი, ორჯონიკიძე, კიროვი. ესე იგი, საქართველოსთან მიმართებით არ იყო ამ 3 ფლანგის პოზიცია ერთმნიშვნელოვანი. მაგალითად, ლენინისთვის ბევრად უფრო ნაკლები პრიორიტეტი იყო საქართველოს, პედალირებას არ უჭერდა მხარს, ეჭვები ჰქონდა, რამდენად მიზანშეწონილი არის ოკუპაცია. სტალინისგან განსხვავებით, რომელიც აგრესიულად იყო განწყობილი და აი ამ ბაქოსთან მიმართებით ეს 3 არიან ცალსახად ერთ პოზიციაზე. 6 მარტზე გადაწყვიტა სამსამა. იმიტომ რომ ბაქო არის ნავთობის ამბავია. შენ ჩემზე კარგად იცი, ეს ის პერიოდია, როდესაც რუსეთი საბჭოთა ხელისუფლება იწყებს სავაჭრო მოლაპარაკებებს ბრიტანეთთან, ლოიდ ჯორჯთან. ლოიდ ჯორჯის ეს იდეა, რომ დავამყაროთ მათთან სავაჭრო ურთიერთობები და ამ ხრივ ერთი რაც აინტერესებს ევროპას, ეს არის ხორბალი, იმიტომ რომ შიმშილია და მეორე ნავთობი. ამიტომ ბოლშევიკებისთვის ბაქო არის სასიცოცხლო აუცილებელი. ამიტომ ჭირდებათ მათ ეს ბაქო. თან უფრო ადვილიც არის რა, რომ ანუ სამხედრო ლოგიკა ქართველებს კარგად ესმოდათ. აი შეხედე იმასავით არის, რა ქვია, დომინოსავით არის. პირდაპირ საქართველოში ვერ შემოდიან რა, შეიძლება ითქვას. ხო, იმიტომ რომ რთულია, ვერ შემოხვალ ერთადერთი. მაშინ როკის გვირაბი არ არის. არა, ერთადერთი გაგაქვს შავი ზღვის პირით გაყოლებით, იქაც პრობლემა, იმიტომ რომ მეხადირას პოზიციები ძალიან გამაგრებული არის. იქიდან შემოსვლა. ხო. ყველაზე მარტივი გზა არის ბაქოს გავლით. და აი ქართველებს ეგ აქვს, აი ნოე რამიშვილი მაგიტო წერს იმ წერილს შეიძეს, რომ აი ბაქო არის პრობლემა, ბაქო არის პრობლემა. ეს მართლა ესე წამოვიდნენ ხო, მე ჯერ ბაქო აიღეს, მე სომხეთი მერე საქართველო. ბაქო მერე იქიდან დაყვნენ და ესე წამოვიდნენ. კი. ამიტომ ეს ამისი გაგება იყო ძალიან სწორი აქ. ეხა პირველი კონტაქტები მე ერთი ეპიზოდი არ შემიძლია არ გავიხსენო, რომელიც უკავშირდება ჩვენ ელჩს ბაქოში ალშიბაიას.
გრიგოლ ალშიბაის ეროვნული დემოკრატი რომელიც იყო. ბოლო ელჩი წარმომადგენელია, იქ რამოდენიმეჯერ შეიცვალა. კი. და დემოკრატიულ რესპუბლიკაში ეს არის ბოლო ალშიბაია. სხვათაშორის უნდა ითქვას, რომ ჩვენ იქ საკმაოდ სერიოზული დიპლომატიური მისია ყავდა, თავის სამხედრო ატაშეთი და კონსულით და ყველაფერი. რა თქმა უნდა. ესე იგი ალშიბაია რას აკეთებს? 20 წლის იანვარია ფაქტობრივად წელში გატეხეს ბოლშევიკებმა დენიკინი. მოადგნენ კავკასიას და პირველი ოფიციალური წერილი იგზავნება ჩიჩერინის მხრიდან, საგარეო საქმეთა სახალხო კომისიის, ანუ მინისტრის მხრიდან, საბჭოთა რუსეთის. ერთი კოპიო გეგეჭკორს, მეორე კოპიო ფაქტობრივად ანალოგიური შინაარსის, მეორე კოპიო ჯაფაროვი იყო თუ ჯაფაროვია, საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის. მირზა ჯაფაროვი. და სადაც ახლა ულტიმატუმის ენა არის რა, რომ ეხლა სასტრაფოდ შემოგვიერთდა დენიკინის წინააღმდეგ ომში, თორემ მოვალთ და ასე გიზავთ და ისე გიზავთ. არ ახსენებს არც საქართველოს სახელმწიფოს, არც აზერბაიჯანის სახელმწიფოს არ აღიარებს და ამბობს, რომ აი ეს ხელოვნური ბარიერები ქართველ და აზერბაიჯანელ მშრომელებს ერთი მხრივ და მეორე მხრივ რუს მშრომელებს შორის უნდა დაინგრეს და რაღაც ანუ ულტიმატუმი არის რა. ნუ გეგეჭკორი აქედან პასუხობს, ესეც არც საბჭოთა რუსეთს არ ახსენებს, არ აღიარებს და პასუხობს, რომ ეს რაღაცა უცხო სახელმწიფოს ომი არის, ჩვენ სულ სამოქალაქო ომში არ ვერევით და კარგად იყავით. და აქ ჯაფაროვმა, ასე რომ ვთქვათ, დადრაფტა ქართულად როგორ არის, სამუშაო ვერსია გააკეთა წერილისა, სადაც მისმართავს როგორც საბჭოთა ხელისუფლებას. და ამ დროს საბჭოთა ხელისუფლებას არ აღიარებს არავინ. დასავლეთი არც ანტანტა არავინ და ალშიბაიამ გაიგო ეს ამბავი. და ეუბნება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ იცი რა არის, რომ ესენიო ამ წერილს აღიარებენო საბჭოთა რუსეთსო და ქართული და აზერბაიჯანული წერილებიო პასუხები უნდა იყოს იდენტურიო. არ შეიძლება ამათმა რაღაცას იქ ერთი იყოს იქ მეორეო. მერე ალშიბაიამვე ჩარია ბრიტანელების ტოქსი იყო მაშინ, ბრიტანელების წარმომადგენელი ბაქოში. და ეს ქართველებმა და ბრიტანელებმა ერთად შეაცვლევინეს ეს ტექსტი, ანუ საბჭოთა ხელისუფლება და საბჭოთა სახელმწიფო ამოაყებინეს და ამის მაგრად ჩადეს რუსი ხალხი და რაღაცა რუს ხალხთან ჩვენ კეთილმეზობლური ურთიერთობა გვინდა და რაღაცა. ანუ შეიძლება ითქვას, რომ გადამეტებული არ იქნება ყველაფერი ამიდან გამომდინარე პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით. ეს ორი სახელმწიფო კი იყვნენ ძმები, მაგრამ რაღაცა საქართველოს თქოს ოდნავ უფროსი ძმის როლს თამაშობს ამ ურთიერთობაში. დღეს ეგრევე აღარ არის, იმიტომ რომ აზერბაიჯანის ეკონომიკა და სამხედრო შესაძლებლობები სულ სხვა დონეზეა, მაგრამ მაშინ ესე ჩანს, რომ აი ჟარგონით რო ვთქვათ, პირველი სკრიპკა საქართველოს იყო. ხო, ნუ სამხედრო თვალსაზრისით ასკარად უფრო ძლიერი ვიყავით, ვიდრე აზერბაიჯანი. ცალსახად. ხო. ცალსახად ესე იყო და და ისიც ჩვენ ინიციატივა იყო პრინციპში სამხედრო ხელშეკრულების გაფორმება. კი. ეხლა იქ ძალიან საინტერესო რაღაცა მოხდა ესეთი, მე ადრე ვახსენე შტაბს-კაპიტანი ლორდ კიფანიც. ეს იყო აზერბაიჯანის ერთ-ერთი ჯავშან მატარებლის ხელმძღვანელი. შეტევის დაწყების წინ, სხვათაშორის მიქოიანს აქვს ეს თავის მოგონებებში. მიქოიანი მონაწილეობდა ბაქოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებაში 1920 წელს. იმ ჯავშან მატარებელში იშდა. ანასტას მიქოიანი. ხო. იქ წერს, რომ შეტევის შეტევა უკვე დაწყებულია, პრინციპში საზღვარი გადმოლახეს და ამ შტაბს კაპიტან ლორდ კიფანიძეს უკავშირდებიან. და თქვენ შეხვედრას და შეხვედრაზე მიქოიანი ეუბნება ესეთ რამეს, რომ თქვენ გამოცდილი კაცი ხართო, კარგი სამხედრო ხართო, ხო ხდებითო, რომ შანსი არ არისო რა და გადმოდითო ჩვენ მხარესო. პასუხი რა არის, იცი? მე ქუთაისის გუბერნიის აზნაურს. ამას როგორ მიბედავ? ისეთ საინტერესო რაღაცაა. ამას როგორ მიბედავთ, რომ ეუბნებითო გადმოდიო. ხო და მოკლედ ბაქოში ფაქტობრივად როგორც თქვენთი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა. რასულზადეს ყვათაშორის ითხოვდა, რომ წავიდეთ განჯაში, ანუ მთავრობა და პარლამენტი გადავიდეთ განჯაში და იქ გავაგრძელოთ ბრძოლა, მაგრამ მისი ეს წინადადება არ მიიღეს და პრინციპში აზერბაიჯანის მაშინდელმა ხელისუფლებამ შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად ჩააბარა ძალაუფლება ბოლშევიკებს. იცი რა იყო ერთი პრობლემა მიშა აზერბაიჯანელებისა განსხვავებით საქართველოსგან.
ხო თქვი წეგან რომ ეს იუსუბეკოვი მაგალითად ძალიან კაი კაცი იყო, ძალიან კონსტრუქციული კაცი იყო, მაგრამ აზერბაიჯანული საზოგადოების სოციალური სტრუქტურა ძალიან განსხვავდებოდა ქართულისგან. მაგალითად, აი სიტყვაზე საქართველოს ხელისუფლება თბილისში რაღაცა დეკრეტთა ბრძანებას გამოსცემდა, ის ერთიანად ეფექტური იყო თბილისში, ცენაკშიც და სიღნაღშიც. ეს აზერბაიჯანი არის ბეგების, აღების და იმების ქვეყანა რა. ჩვენ მქონდა შემთხვევები, როცა მაგალითად იუსუბეკოვმა და ხატისოვმა, ანუ სომხეთის მთავრობის თავმჯდომარემ მოაწერეს ხელი ხელშეკრულებას და იუსუბეკოვი ამ ხელშეკრულების მოწერისას სრულად გულწრფელი იყო, მაგრამ ეს ხელშეკრულება ვიღაცა ადგილობრივ ბეგს ნახჭევანში საერთოდ არ აინტერესებს. სულ ფეხებზე კიდია იუსუბეკოვი რას ფიქრობს ბაქოში, იმიტომ რომ ნახჭევანში ის არის პრემიერ-მინისტრიც, მეფეც და ყველაფერი, ხო? და მაგალითად ნახჭევანის აჯანყებები ცენტრალურად ბაქოდან არ იმართებოდა, ხო? იქ ადგილობრივმა ხალხმა გააკეთა ეგ ამბავი. და მსგავსი სიტუაცია აქაც. აი ყარაბაღში ხო, ანუ ეს ბაქოს ოკუპაცია ხო მაშინ ხდება, როცა ყარაბაღში არიან ჯარები, როგორც სომხური და აზერბაიჯანული. ყარაბაღის აზერბაიჯანული გუბერნატორი არის ესეთი კაცი სულთანოვი და როცა მოხდა ბაქოს ოკუპაცია, ამ სულთანოვმა უცებ თავი გამოაცხადა ყარაბაღის რევკომის თავმჯდომარედ. ანუ უცებ გადავიდა ბოლშევიკების მხარედ. სრულიად საკუთარ თავის ინიციატივით. ამიტომ ეს ცენტრალიზებული ძალაუფლება რო არ არის, ამათაც იმედი არ აქვს, რომ განჯაში რო წავალთ რა მოხდება. მერე განჯის აჯანყება რო ხდება. გვიან ხდება, მაისის ბოლოს. მაისის ბოლოს, 1920 წლის მაისის ბოლოს, ამ დროს საქართველოსთან ბრძოლების დამთავრებულია. 7 მაისის ხელშეკრულება ხელმოწერილია ყველაფერი. ამ განჯის აჯანყებას და განჯაში რატომ მოხდა ეს აჯანყება? ნაციონალიზმის ცენტრი განჯა არის, როგორც ვთქვით. ძალიან გმირული აჯანყება იყო, ძალიან მაგრა იბრძოლეს ყველაფერი, მაგრამ დაგვიანებული იყო. შეხედეთ, დაბალ დონეზე მოხდა ეს აჯანყება. ამ აჯანყებას ეს გენერლები კი არ ხელმძღვანელობდნენ, შიხლინსკი, მეხმანდაროვი და სხვები. პოლკოვნიკი კაცი, ხო, პოლკოვნიკი კაცი ხელმძღვანელობდა ამ აჯანყებას, ხო? ამიტომ ამ თვალსაზრისით უფრო ან ბევრი მიმართულებით სისუსტე ქონდა. კი, სახელმწიფო სტრუქტურებისაც სისუსტე ქონდა. კი, ანუ როგორც სახელმწიფო გაცილებით უფრო სუსტი იყო, ვიდრე ქართული სახელმწიფო. კი. ეს ადმინისტრაციაც, იერარქია და ყველაფერი. კი, ნამდვილად ამ ყველაფერმა როლი ითამაშა და ფაქტობრივად გადასცეს ხო ბოლშევიკებს ეს ხელისუფლება, წინააღმდეგობა არ გაუწიეს. ეხლა აქ საინტერესო რა არის? მაგრამ როგორც კი დაიწყო ეს საბჭოთა იერიში, ბაქო დაუკავშირდა თბილისს და სთხოვა დახმარება. კი, იყო ნამდვილად სთხოვა დახმარება და საქართველოს მხარე მიიღო ეს დეპეშა რომ და ეს სატელეფონო ზარები რომ ჩვენ გვინდა დახმარება. აი აქ არის მე ახლა ესეთი პრობლემა. საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ზაქარიაძე წერს, რომ ის ემზადება. რომ ჯარები გაგზავნოს, იქ ბრძანება გაიცა, რომ ეშელონი მომზადდეს, რაღაც სამხედრო ნაწილები გამოიყოს, მაგრამ საჭირო არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ხო, ისე ეს ვერ მოხდება. მერე ბაქოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებიდან რამოდენიმე დღის მერე ნოე ჟორდანია რომ გამოდის პარლამენტში, ის ნოე ჟორდანი ამბობს ესეთ რამისო, ჩვენ ჯარი არ გავაგზავნეთ, იმიტომ რომ აზერბაიჯანმა თვითონ არ იომა საკუთარი დამოუკიდებლობისთვის. და ჩვენ რაღაცზე უნდა გვეომა. ეხლა რაც არ უნდა სწრაფად გვემოქმედა ჩვენ და რაც არ უნდა ჯარი გავაგზავნოთ, ჩვენ ბაქოს ვერ გადავარჩენთ. უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოვასწრებდით ჩვენ. ძალიან შორია, ფიზიკურად ვერ მოვასწრებდით ბაქოში. ახლა ბაქო რო იყო ზაქათალის ადგილზე იზავრამეს, მაგრამ 600-800 კილომეტრია, ხო. ვერ მოვასწრებდით ამას. აი, რამდენად ღირდა მე თქვა ამ ჯარის გაგზავნა, თუნდაც განჯამდე, მოკლედ ჯარის გაგზავნა ვერ მოხერხდა. არ მიიღო ესეთი გადაწყვეტილება პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ და არგუმენტი ეს იყო, რომ ამა თვითონ არიომეს ეხლა და ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, თან სანამ ჩვენ იქ ჩავალთ. შედეგი მე ის იყო, რომ ეს ნაწილები ჩვენ მოგვადგენენ. განჯა დაიკავეს და სადღაც 1 მაისს უკვე არის შეტაკებები ფოილოს ხიდზე და წითელ ხიდზე. ფოილოს არკინიგზო ხიდი იყო, ფოილოს ხიდი ჩვენ ავაფეთქით. და ფოილოს ხიდთან სამხედრო მოქმედებები აღარ მიდის და აი წითელ ხიდთან ეს სამხედრო მოქმედებები გრძელდება. დაახლოებით თავიდან პირველი 3-4 დღე
ბოლშევიკ წითელ არმიას უპირატესობა აქვს, ჩვენ ტერიტორიაზეც გადმოდიან სადღაც 7-8 ვერსი, მაგრამ მე ნელ-ნელა ხდება ძალების მობილიზება, სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ ეს 1920 წლის მაისის ამბები ძირითადად სახალხო გვარდიის ზურგზე გადავიდა. იმიტომ რომ გვარდიის მობილიზება უფრო სწრაფად ხდებოდა. ნუ მე იქ სამხედრო სკოლაც იგზავნება, მე რეგულარული არმიის ნაწილები იგზავნება, სადღაც 10 მაისიდან გადავდივართ შეტევაზე და პრინციპში უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შევდივართ სადღაც 25 ვერსის მანძილზე. ამ დროს მიმდინარეობს ზუსტად 7 მაისის მოლაპარაკებები მოსკოვში. და მთავარსარდალი გვინიტაძეა დანიშნული, რომელიც მერე თავის მოგონებებში წერს, რომ მე ყველაფერი მზად მქონდა უკვე დიდი იერიშისათვის, ჯარი 4 ნაწილად მქონდა გაყოფილი, ყველაფერი გაკეთებული იყო, ჩემთვის რომ დაეცლიათ, მე იმ 33 დივიზია თუ არ ვცდები მე-11 არმიის, იმას ან გავანადგურებდი, ან ალყაში მოვაქცევდი და ნუ მერე გავაგზელებდი გზას აზერბაიჯანისკენ. მაგრამ 18 მაისს მე თბილისიდან ვიღებ ნოე ჟორდანიას ბრძანებას, რომ შეტევა შევაჩერო. და აი ახლა დგება კიდე საკითხი. კარგი, ვთქვათ, აპრილის ბოლოს რო იყო თქონა არ დავეხმარეთ, იმიტომ რომ თვითონ აზერბაიჯანმა არიომა და ჩვენ არ შეგვეძლო, მაგრამ ახლა ვთქვათ, ომი როდესაც ჩვენ დაგვიწყეს და ჩვენ მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გადავედით, შეიძლებოდა თუ არა სამხედრო მოქმედებების გაგრძელება და ვთქვათ, რა შედეგს მოგვიტანდა ეს, რა. აი 18 მაისისთვის განჯის აჯანყება უკვე დაწყებული რო ყოფილიყო, შეიძლებოდა მეტი არგუმენტი გქონოდა ამ შეტევის გასაგრძელებად. აი განჯის აჯანყება ის ანუ რამდენიმე დღის ამბავია, ხო? სადღაც 22-ში იწყება თუ 23-ში განჯის აჯანყება, რამოდენიმე დღის ამბავია, ხო და აი შენ რაც თქვი რომ განჯის აჯანყებას არავისთან შეთანხმებული არ იყო, რა, სპონტანურად იწყება. ვინმეს თქვათ რომ ცოდნოდა რომ ის დაიწყება, შეიძლება ამაზე კიდე რაღაცა გათვლა ყოფილიყო, მაგრამ არავის წარმოდგენა აღარ ქონდა, იმიტომ რომ ყველაფერი დამთავრდა, განჯაში შიხლინსკი იყო და ბოლშევიკების ხარეს გადავიდა და სხვათა შორის შიხლინსკის უკავშირდება იქ 3 თუ 4 ქართველი ოფიცერის დახვრეტა, რომლებიც მაშინ აზერბაიჯანის არმიაში იბრძოდნენ. ხო და ნუ კვინიტაძე მერე მთელი თავისი მოგონებები წერდა ამას და ემიგრაციაში, რომ ეს იყო შეცდომა. რო გამაჩერეს მე ეხლა ძალიან ადვილია საუბარი დაახლოებით 100 წლის მერე. და ისტორია არის ის რაც მოხდა ეხლა ვერ შევცვლით ვერანაირად, მაგრამ არ ვიცი ეხლა აი როგორ მე ვფიქრობ, ჩემი პირადი აზრია რომ ეგება და ჯობდა და გაგვგზელებინა. მეც ვიტყვი 2-20. ეხლა ბაქომდე რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ჩავიდონ და რომც ვისულიყავით ბაქოს არავინ არ დაგვითმობდა, გამორიცხული არ არის, მაგრამ განჯამდე მაინც რომ ვისულიყავით რაღაცა ანუ რას გულისხმობ, იცი რაღაცა ბუფერული ტერიტორიასავით შეგვექმნა. ბოლშევიკებსა და საქართველოს შორის შეიძლება მე ეს გამოდგომოდა. რა არის, ანუ ეგ არაფერს არ მოგცემდა ჩემი აზრით. არაფერს არ მოგცემდა. ანუ აქ არის ესეთი მოცემულობა, რა სტრატეგიულად რო შევხედოთ. ესეთი მოცემულობა. ზოგადად შენ მართალია უკავშირდა, ამიტომ ბაქოში არ უნდა შემოგვეშვა. ხო. ეს იყო ეგ იყო თავი. ფეხი რო შემოდგეს სამხრეთ კავკასიაში. ცხადი იყო რომ მე დროის ამბავი იყო, ისინი იმ პლაცდარმს როდის გააფართოვებდნენ და საით წაიღებდნენ რა. ჩემი აბსოლუტურად ღრმა რწმენით და კი იცი რომ მე მთელი ცხოვრება ამაზე მეტი არაფერი მიკეთებია ამ საკითხის კვლევაძიებისა. საქართველოს დამოუკიდებლობა ფაქტობრივად დაიკარგა მაშინ როცა ბაქო აიღეს ბოლშევიკებმა. სამხრეთ კავკასიის კი ბატონო. მე უკვე დროის საკითხი იყო ყველაფერი დანარჩენი. აი ამიტომ ვამბობ რა რომ აი 19 წელსო რო გაგვეგზავნა ის ჯარები ბაქოს. უბრალოდ იქ არ გამოდიოდა, იმიტომ რომ ნუ არანაირად არ შეიძლებოდა ამის აზერბაიჯანისთვის შეთავაზება. ხო, როგორ უნდა შეთავაზო სახელმწიფოს, რომ შენ სუსტი ხარ და მოდი ჩემ ჯარს გამოუშვებ შენი დედაქალაქის და შენი საზღვრის დასაცავად, ხო? გამორიცხული იყო. შეხედებ როგორი ვითარება არის. ანუ საერთაშორისო ხო, ერთი მოცემულობა არის ის, რომ ჩვენ რუსეთს ახლა მაშინ რაღაც შეზღუდული ჯარები მე-11 არმიით წამოვიდა მარტო ორჯონიკიძე და ადრე თუ გვიან ცალკე აღებული საქართველოს და აზერბაიჯანი რუსეთს ალბათ ვერ დაუდგებოდნენ გრძელვადიან პერსპექტივაში, ხო? გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი იყო, რომ საერთაშორისო ინტერესი არ განელებულიყო და გაძლიერებულიყო რეგიონში საერთაშორისო ყოფნა, მერე ერთად ლიგაში გაწევრიანება, რაღაც ამ საერთაშორისო თემებს რომ მივმოდით. საერთაშორისო თემა არის ისეთი, რომ თუ ბაქო-ბათუმის ხაზი ერთიანი არ არის და
მთლიანად თავისუფალი არ არის რუსებისგან, საერთაშორისო ინტერესის ვერ იწევს. ხო, რა თქმა უნდა. ამიტომ ბაქოს თავისუფლება იყო მნიშვნელოვანი. ეხლა ეს ბოლშევიკები რო ჩამოვიდნენ და დაიკავეს ეს ბაქო. ერთი რომ სულად ლეგიტიმურია რომ აზერბაიჯანი არ იბრძვის საკუთარი დამოუკიდებლობისთვის და ახლა სულთანოვი იქით გადავიდა, შეხლიცკი იქით გადავიდა, მეხვანდაროვი იქით გადავიდა და ეს კვინტაზე ვის მისდევს. თან ის მომენტია რომ ამ დროს შენ მოსკოვში მოლაპარაკებებს აწარმოებ. ეგ არის უნიშნულოვანი. იქ შენ იღებ ორ მთავარ რაღაცას გაღიარებს იურიდიულად და გეუბნება რომ შენთან ტერიტორიული მთლიანობა არ აქვს და ესეთ მომენტში ეხლა კიდე გაართულო თან ხო ყველა ხვდებოდა რომ ამის უკან საბჭოთა რუსეთი იდგას. კვათაშორის აი სამხედრო მოქმედებების მიმდინარეობისას ქართველებმა აეროპლანებიდან მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გადმოყარეს ესე პროკლამაციები, სადაც ეწერა რომ 7 მაისს ჩვენ უკვე რუსეთთან ხელშეკრულება დავდეთ. ანუ ქართველები პოლიტიკოსები ძალიან კარგად ხვდებოდნენ რომ ამის უკან მოსკოვი დგას და შენ მოსკოვთან 7 მაისს ხელშეკრულება დადე და ეხლა კიდე სამხედრო მოქმედებები საბჭოთა აზერბაიჯანთან გააგრძელო, უკვე პოლიტიკურადაც აღარ გამოდიოდა. ხო, ანუ შეხედე როგორი დილემის წინაშე დგას. ამას რო შევხედოთ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის პერსპექტივიდან. ან ერთვები ომში საბჭოთა რუსეთთან. თან ეს საქართველოს პერსპექტივით რო შევხედოთ, თქო აი აპრილის ბოლოს პერსპექტივით, 20 წლის აპრილის ბოლოს პერსპექტივით, ან თუნდაც 7 მაისის პერსპექტივით. როცა ხელშეკრულება ხელმოწერილი არის. ანუ საბჭოთა რუსეთი, რომელიც მეტროპოლია არის, დიდია და გეუბნება, რომ მე შენ გაღიარებ ტერიტორიულ მთლიანობას, გიღიარებ და შენ ეუბნები, რომ არა, ეხლა უნდა წამოვიდე მე და იქ უნდა წამოვიდე აზერბაიჯანში და ვიომო შენ წინააღმდეგ, ხო? ეს ანუ საბჭოთა რუსეთს და წითელ არმიას ხა პრეტექსტი არ ჭირდება საქართველოს შემოსაჭრელად, მაგრამ მაინც პრეტექსტს აძლევს იმას, რომ მე თავდაცვის პოზიცია ამ ეგრე შემოგთავაზე მშვიდობა, მე შემოგთავაზე ხელშეკრულება, შენ აგრესიულ ომზე მოდიხარ ეს პატარა საქართველოს ჩემ წინააღმდეგ და ამას რომ მე მოჰყოლო და საქართველოს ჯარის მარცხი და თბილისის აღება მე ვიცი ისტორიკოსები რომლებიც იტყოდნენ რომ აი ძალით აი რუსეთი მშვიდობას გთავაზობდა ამ საზღარმა ჟორდანიამ ომში ჩაიწრია არ მიიღო მშვიდობა ომი უნდა და ინგლისმა დაავალა რაღაცა და მოკლედ ხო ხდები რაც არის რა ესეთი соусით იქნებოდა ეგ ამბავი ანუ თუ ჩვენ ამ სამხედრო მოქმედებებში ჩავერთვებოდით არ გვაწყობდა იმაზე ნაკლები არაფერი ვიდრე ბაქოს აღება და ბაქო არის ძალიან შოუს რა ბაქოს ვერ ავიღებდით ამ ბაქოს მარტო ქართული ჯარით თან რომც მივსულიყავით ბოლშევიკები ბაქოს არ დათმობდნენ ცოცხალი თავი გამორიცხული იყო აბარა ერთადერთი შანსი ბაქოს აღების ალბათ მიშა იყო თეორიულად ვამბობ იდეალურ სცენარში აი ყარაბაღში ხო იყო სომხური და აზერბაიჯანული ჯარი ერთად შეკრებილი. აქეთ კვინიტაძე არის ქართული ჯარით. ანუ ეს სომხები და აზერბაიჯანელები ერთად რო დაძრული იყვნენ ბაქოს წინააღმდეგ და ჩვენ აქეთ მივხმარებოდით სამ რესპუბლიკას სრული მობილიზაციით შეეძლო ეს გაეკეთებინა. მაგრამ იქ ახლა აზერბაიჯანელები და სომხები სამხედრო თვალსაზრისით ეგ გამორიცხული იყო. ერთადერთი შეიძლება აზერბაიჯანის ტერიტორიის რაღაცა ნაწილის დაკავება და ხო ვიმეორებ იქ თქვა რაღაცა ბუფერული ზონის შექმნა. პოლიტიკურად ამას მნიშვნელობა არ ექნებოდა. თუმცა ალბათ ამ სამხედრო თვალსაზრისით აღარ ექნებოდა 21 წელს მნიშვნელობა მაინც და პოლიტიკური თვალსაზრისით ხო რაც თავრობამ გადაწყვიტა პრინციპში ის ლოგიკური იყო იმ მომენტში რა. სხვა შორის იქ მე ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს უკვე მოლაპარაკები აქსტაფაში იმ ზავის დასადებად და აზერბაიჯანულ მხარეს სხვა შორის ერთ-ერთი ვინც წარმოადგენს ეს არის ქართველი ეპიფანე კვანტალიანი. მერე აქ საბჭოთა ჩეკას ქართული საბჭოთა ჩეკას ხელმძღვანელი და საქართველოს მხარეს სხვებთან ერთად წარმოადგენს გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი და ვალიკო ჯუღელი სხვათა შორის და ვალიკო ჯუღელი წერს მე იმ თავის მძიმედ ჯვარში რომ ეს კვანტალიანიო უფრო მეტად იცავდაო საბჭოთა აზერბაიჯანის უფლებებს ვიდრე ის აზერბაიჯანელებიო. სხვათა შორის ერთ-ერთი მოთხოვნა საბჭოთა აზერბაიჯანის იყო ეს რომ ჯერ აქსტაფის მოლაპარაკების პირობებში ჩვენი ჯარი იმყოფება საბჭოთა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და მოთხოვნა იყო რომ თქვენ დაბრუნდით საზღვარზე და ხელშეკრულებას მერე მოვაწევთ ხელს და ქართული ქარის პოზიცია იყო რომ არა ეს არასდროს არ მომხდარა თქვენ მოვაწევთ ხელი და მერე ჩვენ დაბრუნდებით საზღვარზე ხო პრინციპში კი ბატონო ესე იყო მიშა ერთი საკითხი რაც მინდა ასევე განვიხილოთ გეოგრაფიას ვერ ავწდებით დაღესტნის, ანუ ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის
დამოუკიდებლობის მნიშვნელობა საქართველოს და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი. აი წეგან რო თქვით რომ დომინოს პრინციპივით არის ხო? ანუ საქართველოსთვის თუ აზერბაიჯანი იყო ბუფერი, აზერბაიჯანისთვის დაღესტანი იყო ბუფერი, იმიტომ რომ თუ რუსული ჯარები ჩავიდოდნენ აზერბაიჯანში ეს დაღესტნის გზით უნდა ყოფილიყო. და შესაბამისად თუ დაღესტანი იქნებოდა დამოუკიდებელი, ამ მხრივ ჯერ აზერბაიჯანი იქნებოდა დაცული და მერე საქართველოს დაცული იქნებოდა, ხო? და ამიტომ ეს იარაღს მაქსიმალურად აწვდიდნენ ქართველებიც, აზერბაიჯანელებიც. აწვდიდნენ იქ ფიზიკურად ქართული შეერაგებული ძალის ნაწილი გაიგზავნა ლეოკერესელიძის ხელმძღვანელობით 1919 წლის შემოდგომაზე ხდება ეგ ამბავი. ანუ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობდით დავხმარებოდეთ ჩრდილოეთ კავკასიას. სხვათა შორის ჩრდილოეთ კავკასიელებიც მე მგონი ძალიან კარგად ხვდებოდნენ, რომ ჩვენთან კავშირის გარეშე მათი საერთოდ საერთაშორისო ასპარეზზე ცხვირის შეყოფაც წარმოუდგენელი იყო. ერთადერთი ჩვენი გავლით თუ მოახერხებდნენ ამას, ხო? და აი ამ მხრივ კი დაღესტანი და ჩეჩნეთი და ინგუშეთი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. უბრალოდ მათი დაცვა ძალიან ძნელი იყო რა. თუნდაც გეოგრაფიული ფაქტორიდან გამომდინარე, კავკასიონის უღელტეხისა ქედის იქით მდებარეობენ და თქვათ რუსეთიდან რომ მოდიხარ, პირდაპირ შეგიძლია შეხვიდე, ხო? ჩვენ კავკასიონი მაინც გვიცავდა, ხო? გარდა ამისა, არც ჩვენ და არც აზერბაიჯანს რომ ვაღებავთ ამ ხელა სამხედრო პოტენციალი და ეკონომიკური შესაძლებლობა არ ქონდა, რომ ესენი დაგვეცვა რა. თუმცა ორივე რესპუბლიკა ამას კარგად აცნობიერებდა, ძალიან კარგად აცნობიერებდა. აღიარების ამბებზე ჩვენ რომ მივიღეთ აზერბაიჯანი, ჩვენ და აზერბაიჯანელმა რომ მივიღეთ აღიარება, ჩვენები და აზერბაიჯანელები ეხვეწებოდნენ ევროპას, რომ აი ესეც აღიარეთ, გთხოვთ ესეც აღიარეთ. პრინციპში ეს 16 იმისი რა ქვია, ივნისის ხელშეკრულება 1919 წლის სამხედრო ხელშეკრულება რას მოყვა? მოყვა იმას, რომ დენიკირმა რომ დაიკავა დაღესტანი დაინახეს საქართველოს და აზერბაიჯანმა, რომ შემდეგი არის უკვე აზერბაიჯანი აქ ჩამოვა და სასწრაფოდ. ძალიან საინტერესო მომენტია. ამ დროს თბილისში იმყოფება ალიხან კანტემირი, ეს წარმოშობით ოსი, ჩრდილოეთ კავკასიელი პოლიტიკოსია, სახელმწიფო სათათბიროს წევრიც იყო და ყველაფერი და აქ ამ დროს მიმდინარეობს აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს კონფერენცია და ეს კანტემირი გამოდის და ეუბნება ესეთ რამეს, რომ ერთი რამე იცოდეთო, რუსეთი არ გაჩერდებაო. რუსეთი გაფართოვდება მანამ, სანამ მაქსიმალურს არ მიაღწევსო და ჩვენ უკვე დავიღუპეთო. მაგრამ მე არ მინდა თქვენ დაიღუპოთ და იქნებ რაიმე საერთო ენა გამონახოთო. ძალიან საინტერესო სიტყვა აქვს რა, რომ სამივეს ეუბნება, რომ საერთო ენა გამოძებნეთ, მაგრამ ორმა გამოძებნეთ, მაგრამ ნუ აი კურიოზული ეხლა თეორიულად რომ ვისაუბროთ, თქვათ რომ ყარაბაღში აჯანყება არ ყოფილიყო, აზერბაიჯანის საუკეთესო ნაწილები ყოფილიყვნენ რუსეთის საზღვარზე. რაღაცა შეიძლება რაღაც სხვანაირად მოსულიყო, მაგრამ ნუ ახლა ისტორია ისაა, რაც მოხდა და ამას ვერ შეჩვით. კი ბატონო. ხო, ნუ ეს სამი ქვეყნის უთანხმოება, ანუ ღუპავდა ყველაფერს რა, ეხლა პარიზის კონფერენციაზე სამი დელეგაცია ცდილობდა მიეღო ბრიტანელებისადმი გასაგზავნი წერილი. ანუ ბრიტანული ჯარები გადიოდნენ კავკასიიდან, არც ეც არ უნდა რომ გავიდეს, არც ჩვენ გვიდა, არც სომხეთს, არც აზერბაიჯანელებს და დაიწყეს თათბირი იმაზე, რომ გავგზავნოთ წერილი. რატო არ გავიდეთ და ნუ რაღაც ამ თათბირის დროს ხო უნდა ჩაწერონ შიგნ мотиваცია. ნუ ქართველებს და აზერბაიჯანელებს უნდა ჩაწერონ შიგნი, რომ რუსეთის გამო და დენიკინის გამო გვინდა რომ დარჩეთ. ამ სომხებს არ უნდათ დენიკინის ჩაწერა შიგნი, იმიტომ რომ არ უნდათ რომ რუსები გაანაწყენონ და უნდათ რომ ჩაწერონ რომ თურქების წინააღმდეგ, თურქების წინააღმდეგის გაგონება აზერბაიჯანელებს არ უნდათ და მოკლედ, აი რამდენიმე კვირა ამ სისულელეებზე დააობდნენ. ბოლოს უკვე როცა უკვე გადიოდნენ ბრიტანული ჯარები, წერილი გააგზავნეს ბრიტანული ჯარების დარჩენის მოთხოვნით мотиваციის გარეშე. ანუ უბრალოდ ხოვდნენ რომ დარჩეთ, რატო დარჩეთ არ ეუბნებოდნენ. ხო, ანუ რაღაცა ტრაგიკომიკული გარემოება იყო ეს, რამაც პრინციპში ყველა ერთად დაგუპა, ანუ ჯერ ცალ-ცალკე და მერე ყველა ერთად ნუ მსგავსი ეპიზოდი სომხეთთან მიმართებითაც დაგვემართა ჩვენ, როცა თურქები შეიჭრნენ სომხეთში 1920 წლის შემოდგომაზე, რითაც სომხეთის დამოუკიდებლობა დამტკიცა. ხო. და სომხებმა რო გთხოვეს ჩვენ რომ ეგება დაგვეხმაროთ და ეს დილემა მეორედ დადგა საქართველოს წინაშე, არც იქ არ ჩავერიეთ. მოკლედ ნუ მაშინ ლორეს ოლქი დავიკავეთ ჩვენ იქ. ლორეს ოლქიც დავიკავეთა და 13 ნოემბრის ხელშეკრულება. არდაღანის სამხრეთი ნაწილიც დავიკავეთ. კი. მოკლედ ასე იყო თუ ისე იყო ასე
გადაჯვარედინებულად ვითარდებოდა ხო, ეს რეგიონი ისტორია. ეს ერთია რა, სამხრეთ კავკასია ეხლა კი სამი სახელმწიფოა, მაგრამ რეგიონი ერთია და სოფლიო მაშინაზადად დღესაც აღიქვამს ამას როგორც ერთ რეგიონს რა. აქ ძალიან რთული სიტუაციაა ისეთი, რომ აი მე ერთი კარგად ვიქნები და დანარჩენი მაგრამ რაც არ უნდა არ გამოდის რა. Klianat da ეს იმ 18-20 წლებში ძალიან აშკარად გამოჩნდა. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს და აზერბაიჯანმა პრინციპში ალბათ მაქსიმუმი გააკეთეს. ვისი გაკეთებაც შეიძლება და მაქსიმალური გააკეთეს. სხვა საკითხია, რომ ურთიერთთანამშრომლობის თვალსაზრისით თორე. კი, ურთიერთთანამშრომლობის თვალსაზრისით, აი მართლა სამაგალითო თანამშრომლობა იყო რა. შეიძლება რაღაც პატარა მომენტები იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო და ისეთი პრინციპი სამაგალითო თანამშრომლობა იყო რა. შეცდომები შეიძლება იყო რაღაცა, მაგრამ კეთილგანწყობა და იმისი გაგება იყო, რომ ჩვენ უერთმანეთოდ ვერ გავსლებთ. კი ბატონო. ეს იყო დანიშნულოვანი. კი ბატონო, ასე იყო. ალბათ წავიდეთ ბოლოსკენ, მე მგონი მოვთელეთ ყველანაირი თემა, ახლა ამაზე ბევრი შეიძლება ელაპარაკო, მაგრამ შეჩასვლა, მაგრამ შეიძლება მე ეს საინტერესოც აღარ იყოს და დამღლელი იყოს. მადლობა მიშა, თქვენს მადლობა თქვენ მოწვევისთვის. თქვენს დიდ მადლობას გიხდით, ვინც აქამდე გამოყვევით, გვიყურეთ. კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ დაალაიქოთ ჩვენი YouTube არხი მისმინე. დააჭიროთ ზარის ღილაკს, რათა მიიღოთ შეტყობინებები შემდგომ ეპიზოდებზე. ასევე დაგვალაიქოთ Facebook-ზე, გამოყვეთ Instagram-ზე და TikTok-ზე თქვენი ნახვები, ლაიქები, გაზიარებები, კომენტარები ძალიან გვეხმარება ამ ძიმე დროებაში. და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს მთავარ პარტნიორს წყალი მთის, რომელიც გვეხმარება ისტორიული ცოდნის გავრცელებაში. წლის ზალა მოგცეთ ღმერთმა.